პირდაპირ დავიწყოთ კითხვით, ეგრევე კითხვას მოგახლი. ჩემი მთავარი კითხვა და რაც ყველას გვაწუხებს, მართლა დაენძრა თუ არა თანამედროვე კინოს. შენი გადმოსახედიდან აი როგორ უყურებ ამ ფაქტს. ფაქტი არ ვიცი, ფაქტია თუ არა, შეიძლება მეჩვენება, შეიძლება არც მეჩვენება. ეგრეა თუ არა ზოგადად. იცი როგორ რაღაც არის, ეგ შთაბეჭდილება შეიძლება შეგექმნას და ბევრს აქვს ეგ შთაბეჭდილება. მაგრამ რა მომენტი იცი რეალურად რო შეხედო, აი ცოტა შორიდან რო შეხედო, არის რაღაცა წარმოება ფილმების, ვთქვათ, მასშტაბური, ვთქვათ, ამერიკაში ან გინდა საფრანგეთში არის, მაგრამ ამავე დროს არიან ცალკეული ინდივიდები. ნუ აი ავტორები რა, ასე ვთქვათ რა. ისინი ეხა ხდება როგორ ინდუსტრია, რასაც უშვებს ძირითადი მასა, ის ეხლა შეიძლება ვერ იყოს რა ისეთი, რომ აი ვთქვათ რაღაცა შედარებას ვერ უძლებდეს რა, ვთქვათ, ჩემი აზრით, შენი აზრით რაღაცა დონეზე იგრძნობოდეს, რომ ცოტა ეს არის რეგრესია, ან რაღაცა სხვა. ხო, და აი რამ განაპირობა. მაგრამ მეორე მხრივ არიან ავტორები. აი შეიძლება ვიღაცას წააწყდე რეჟისორს, ან ოპერატორს თუნდაც, ან მონტაჟეს ახლა თუ ეგეთ დონეზე ხარ შესული, რომ ის რაღაცა რასაც აკეთებს, იმისი ნამუშევრები საინტერესოა, რაღაცას გაძლევს. ხო და აი ეს მომენტია ახლა მე მგონი რომ უფრო აქცენტირებული არის ეს დაყოფა. მე მგონი მუსიკაშიც ეგრე არის ახლა. ხო და ეგ მე მაინც სულ ბოდიში რო გაწყდა, მაგრამ სულ მგონია რომ სუბიექტურია რატო იცი? ჩვენ ახლა ამ გადმოსახედიდან მე ჩემ თავზე ვიტყვი რა, ამ გადმოსახედიდან იმიტომ ვიძახე რომ კინო აღარ მომწონს, იმიტომ რომ ძველ კინოებთან უფრო მეტი ემოციური კავშირი მაქვს. შეიძლება მაგის გამო მე ძალიან სუბიექტური ვიყო, რომ კინო აღარ მომწონს. ან მომწონს, მე როგორ არ მომწონს, მაგრამ მე იმასაც ვატყობ, რომ ნიჭიერი ტიპები, ნიჭიერი ავტორები, სცენარისტები მიდიან უფრო სტრიმინგ სერვისებში, HBO, Netflix და ასე შემდეგ და იქ უფრო მაგარი ტიპები მუშაობენ და კინოსკენ დარჩა რამდენი აი 5-6 მაგარი ხელოვანი რა. ხო, ცნობილი და ესეთი, რომ იცი რომ უეჭველი კარგი გამოუვან რაღაცა არაკომერციულ რაღაც ნაგავს არ გამოაგდებს. ხო, და ალბათ ისიც რო აქვთ, რომ თქვათ შეუძლიათ რომ ფილმი გადაიღოთ და კინოთეატრში გავიდეთ. კიფქიას მაგალითიც ვიცი ხო რაღაცა ძალიან მე არ მინახია, მაგრამ არა, არც უნდა ნახო. საოცარებს წერენ ძალიან დიდი ის აქვს. ვინო შენც ჩაერთე რას ფიქრობ? ერთს ვიკითხავ, ძალიან საინტერესოდ საუბრობ და მინდონ ამ ინდუსტრიის ერთი შეხედვით არა აშკარა ვარსკვლავებზე ვინც არიან, ვინც ქმნიან ამ საავტორო ფილმებს, რომელიც შეიძლება ითქვას ერთგვარი ბალანსი არის ამ კინოკრიზისის და ვინ არიან ეს ავტორები, აი იქნებ ხო, აი მეც მან მაინტერესებდა ერთი ორი მაინც აი თუნდაც ოპერატორი, თუნდაც რეჟისორი, ვის ვადევნოთ თვალყური, რომ ნებისმიერი ნუ ვის შეიძლება რომ მოგვაწონოს. ძალიან რაღაცა იმაში რო არ შევიდე უცხო და უცნობ ტერიტორიაზე, ნაცნობებიდან და ცნობილი ხალხია ცნობადი და აი დიდი ხანი რომ მუშაობდნენ და ეს არის ჯიმ ჯარმუში და პოლ თომას ანდერსონი. კი ბატონო, ეხლა ანდერსონის ახალი ფილმიც გამოდის. ხო, ნუ რიჩარდ ლინკლეიტერი არც გამიგია ხიმოთ. ვინ არის ეგ? გეცოდრება გამორიცხულია რამე ფილმი არ ქონდეს მაგისი ნანახი Dazed and Confused არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგისი ფილმი. არის კიდე ძველი კინო რო არის მაკონაჰი რო თან. ხო, მეჩი მაკონაჰი პირველი ფილმი. არ გაქნა ნახი? ეკრება ნახი გამორიცხულია რო არის. თინეიჯერებზე არის? თინეიჯერებს 70-იანი. ბოლო ზარის პერიოდზეა. ძალიან კაი კინო. all right. აი ეგ არის. ხო, რიჩარდ ლინკლეიტერი, ნუ დეივიდ ფინჩერიც არ არის ახლა რა თქმა უნდა მაგ კატეგორია ხა ჯარმუშთან ერთად ძნელია ერთი მასში მოახვედრო, მაგრამ ნუ საინტერესოა რა მაინც რაცაც არ უნდა აკეთებდეს, მაინც ყურადღებას იქცევს. მაგრამ ხო, აი ნამდვილად ვიტყოდი რომ აი ჯიმ ჯარმუში, პოლ თომას ანდერსონი ამერიკაში და ვთქვათ რიჩარდ ლინკლეიტერი საინტერესოა რა, იმიტომ რომ რაღაცა დახერხებენ რა მაინც ანუ ცნობილი ხალხი არიან ასე თუ ისე და ამ ინდუსტრიის დენი ვილნევზე რა სიტყვა? დენი ვილნევიც საინტერესოა, სხვა შორის მაგისი აი ფილმები აქვს რამოდენიმე ადრინდელი პერიოდის. ერთ-ერთი არის საკმაოდ ძიმე სიუჟეტზე არის, შავ-თეთრი ფილმი არის, მე მგონი სულ ვიდეოზე აქვს გადაღებული. წლების არის. შეიძლება 2000-იანების დასაწყისის სკოლაში ხდება, იმაზე ამბავი იყო ესეთი, კანადაში მე მგონი ეგეთ რაღაცები იშვიათად არის, მაგრამ ეთყო მაინც მოხდა და მაგაზე სკოლის მოსწავლეები რომ ესვრიან შუთაუთ, school shootout. ხო, აი მაგაზე არის ერთ-ერთი ფილმი და საკმაოდ ისეა.
გადაღებული, აი, ნუ ლამის დოკუმენტური ფილმის სტილში, შავ-თეთრი და რა. ნახევრად დოკუმენტური, ნახევრად ხო, ესეთი ელფერი აქვს რა. იმიტომ რომ პრინციპში სიუჟეტია ისეთი, რომ მაინც და მაინც არ იმასქნა ხა რაღაც. ანუ აქვს იმასაც რაღაც, ანუ აი ნოლანის კი მაგალითად პირველი რამოდენიმე ფილმი უფრო ექსპერიმენტული ტიპის ჰქონდა და ნუ მე რა თქმა უნდა უკვე ინდუსტრია რო დაინტერესდა ჰოლივუდი და ის მე მემენტო რო გადაიღო. ხო, აი მაგის მე ალბათ უფრო Following-ი მე მგონი მანამდე ქონდა, მემენტომდე. Following-ი ერთ-ერთი მაგისი პირველი Following-ი მე მგონი სადიპლომო ნამუშევარია თუ არა? შეიძლება, მაგრამ რაღაცა ბევრი ისინი ქონდა რაღაც ექსპერიმენტები. მანამდეც ხო რაღაცა შავ-თეთრი ფილმები აქვს. მაგას აქვს დანახი, რომ კინოაკადემიაში რომელიღაცა იმან არ მიმიყვანესო, არ მიმიღესო. შეიძლება რა გააჩნია ხა იმას, მაგრამ მეორე რაღაცა ინტერვიუში თქვა, რომ არ ამიყვანესო. ხო, მაგრამ მეორე მხრივ არ ამგონია ბევრი რამე დაეკარგა ხა. რეალურად და ეგრევე სხვა ანუ მაგა როგორც ვიცი სტაჟიორად დაიწყო ეგრევე გადასაღებ მოედანზე. ხო, აი პრაქტიკაზე ოპერატორის დამხმარე და აი ახალგაზრდობიდანვე თვითონვე ეგრევე პრაქტიკული. ისე აი ძალიან მაინტერესებს ეს კითხვა და მინდოს დაუსვათ, ან საკითხმაც მოიტანა. თეორიული ბექგრაუნდი აუცილებელია, რომ კარგი კინო გააკეთო, ან საავტორო ფილმი გააკეთო, დავანებო თავი კარგს დაცვის, თუ შეიძლება პირდაპირ აი ბუმ და პრაქტიკულ გარემოცვაში მოხვდე და დაიწყო, ასე ვთქვათ, შენ თუ გაქვს რესურსი ამისი. ინტელექტუალური ან ინტერესი ან ესეთი ძლიერი ვნება რა. სირარი სერიოზული კითხვა არის და ცოტა არასერიოზული პასუხით გეტყვით ჩემით არა. ბილი უაილდერს აქვს ესეთი ნათქვამი მაგ კითხვაზე. კითხეს რომ ისო და პასუხი ქონდა რაღაც მაგდაგვარი კითხვა დაუსვეს და ხო კარგი იქნება რომ რეჟისორმა კითხვა რო იცოდესო. ანუ ესე ხუბრობი თქვა, მაგრამ რეალურად იგულისხმება რომ ანუ მასალა რასაც იცნობი, რომ ის ახლა კითხვა არის ერთი რო კითხულობ და ვთქვათ რაღაცა ამბავს იგებ, მაგრამ აი კითხვა სიღრმისეული ასე ვთქვათ. ეგ ძალიან ისეთი საჭირო რამეა. ეგ ერთი, მაგრამ მეორე რა მომენტია, იცი თეორიული გამოგადგება ალბათ მე ესე ეგ უნდა მithვა, ხელს ხო არ შეგიშლის. აუცილებელი რო გითხრა ხა იმისთვის რაც შენ გინდა გადაიღო. ეს ახლა სიტყვაზე არც მე ვიცი, არავინ არ ვიცით ხო სიტყვაზე შენ რაღაცა იდეა გაქვს, შთაბეჭდილება და იმ იდეის განსახორციელებლად შენ რაღაც გარკვეული ცოდნა დაგჭირდება. ამ ცოდნას შენ სად მიიღებ და რა ფორმით ეს უკვე შენზე არის. ეხლა თუ შეფიქრობ რომ თქვა თეორიული ცოდნა გჭირდება იმისთვის რომ რაღაც აბსტრაქტული იდეა გაქვს და ამ აბსტრაქტული იდეის გამოსახვისთვის გჭირდება თქვა რაღაცა თეორიული, აი კინოს თეორიული მხარე რაც არის, ასე ვთქვათ, მაგაში გქონდეს ცოდნა, ნუ მაშინ ესე იგი ეგ არის. თუ შენ უფრო პრაქტიკული რაღაცა გაქვს გადასაღები სიტყვაზე, მანდ თეორიული ცოდნა, როგორ გითხრა, ხა ფსიქოანალიტიკური კუთხით შეხედვა და იქ რაღაცა ლაკანისეული ინტერპრეტაციები, ესეთი რაღაცები არ გამოგადგება რა მხრივ საინტერესოა, მაგრამ ამ შემთხვევაში პირველი რაღაც არ არის, ალბათ რასთანაც უნდა მიხვიდე. ანუ მარტივად თუ რო უპასუხო შენ მას არ გჭირდება. საერთოდ მე ესე მგონია რომ გჭირდება ყოველთვის არის გამომდინარე ჯობი არ იყოს გამომდინარე იქიდან რომ დაფიქრდე შენ რა გინდა. მაგაზე იფიქრო რთულია სხვა ჯერ ზიოლი არ არის. აი ხა რაც არ უნდა იყოს, აი გინდა ხატრობა აიღეთ, გინდა ნებისმიერ რამე, აი თქვა არსებობს იდეა, იმპულსი გაგიჩნდება ადამიანს რაღაცის. ხო ხა ხატრობა იმიტომ ახსენებ დახატვა რაღაცის. ამ ამბავში ძალიან საინტერესო იმპულსი აი ამ კონცეფციაში. ალბათ თავარი ეგ არის, არა? რელევანტური სიტყვა არის რა და ბევრის მთქმელი. ხო, სტიმული, იმპულსი, რა ვიცი, აი რაც ხო, ანუ ეგ არის ალბათ თავარი მამოძრავებელი იმის გარდა რომ შემოქმედებითი იმპულსი, რომ გინდა რომ რაღაც ამბავი მოყვე. ან რაღაც აჩვენო, ან რაღაცა რა და თქვა რაღაცა. ხო, რაღაცა, ხო, რა, იგა თქვა მოყვე ან აჩვენო ან რაღაცა რა, იმიტომ რომ უამრავი ფორმის გამოსახულობა შეიძლება გამოიყენო ამ რაღაცისთვის და მე მგონია რომ ეგ ყოველთვის ისეთი რაღაცა შენ თავში გიწევს მაინც საბოლოო ჯამში ჩაღრმავება, რაც აი მაგითი არის ცოტა რთული. რომ გაერკვე რომ აი შენ რო ეხლა მოგცენ თქვა საშუალება ყველანაირი, აი ამ წამს რას გააკეთე? აი პირველს რას გააკეთე? თუ თქვა ფილმზე მიდგება საქმე, ფილმში ერთი მომენტია სპეციფიკა ცოტა ისეთი
რაც მხატვრობაში იმდენად არ არის მაგალითად, იმიტომ რომ ხატვისას ან იგივე წერისას სხვა ადამიანთან კომუნიკაცია არ გჭირდება. მარტო შეგიძლია მარტომ შეგიძლია ერთ-ერთი გჭირდება მასალა, რომ ეს მასალა თქვა ფურცელი გინდა რაღაც ფანქარიან რაღაცა რომ თქვა დაწერო ან თქვა ტილო გინდა და საღებავები რომ დახატო თუ ხატვარი ხარ. მაგრამ როცა რეჟისორი ხარ სიტყვაზე და ფილმის გადაღება იქ ვიღაცას რაღაცა უნდა უთხრა. ძალიან ბევრი ვიღაცას რაღაცა. ხო, როგორც წესი ბევრი ვიღაცასთან გიწევს კომუნიკაცია და რაღაცა უნდა უთხრა, რომ ხო, გავიგეთ, თქვა, რა გინდა, აბა. მაგრამ მარტო რეჟისორებიც გაიჩნდნენ, ახლა გეტყვი, ბოდიში შეგაწყვეტი, ანუ იუთუბერები მაგალითად რა. ხო, იგიც არის. მარტო ტიპი მოგზაურობს, თვითონ ამონტაჟებს, თვითონ არის მსახიობიც რავი, სცენას. კი, მაგას ალბათ მაინც ფილმს ხელოვნებაში არ გადის. ფილმს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ დიალოგები არ არის, სიუჟეტი, ეგეთი ჟანრია რა. არ შეიძლება ეგრე. არა, როგორ არა. ყველაფერი აი საერთოდ მე ხა რაც ამ კინოს ისტორიას დიდი ხანია რა ვეცნობი და რასაც უყურებ და რაღაც ძალიან მოულოდნელი ადგილებიდან შეიძლება მოვიდეს რაღაცა სიახლე. ინსპირაცია. ხო, აი რაღაცა ყოველთვის არის მოლოდინი ეხლა რა ჩვენ თქვი თქვა წინა იმაზე რომ აი რაღაცა ყველაფერიო ისეაო რა ვთქვათ ანუ რის გამო რომ თითქოს ერთნაირია არასაინტერესო ანუ სიახლე ნაკლებია არასაინტერესო და ანუ სულ რიმეიკი ან შეიძლება მე-700-ე ინდიანა ჯონსი გადაიღო აი რამდენი ინდიანა ჯონსი უნდა გადაიღო ძალიან მაგარი ფილმია ის პირველი ნაწილები რაც იყო სადაც სპილბერგიც და ზემეკისები ყველა ჩართული იყო და ბუმში იყვნენ და პიკში იყვნენ ხო და დროც ეგეთი იყო საინტერესო აი კიდე რაღაც აი აქ არის მარტო ინდიანა ჯონსი არა ყველაფერი ერთნაირი მგონია რომ ბევრჯერ იღებენ ერთ და იგივე ფილმის რიმეიქს ან ფანტაზიის უნარს დეფიციტში არ იქნებიან, არ ამგონია რა, რაღაც სხვა რაღაცაში. არა, ხო, აი მე მგონი შენასკვი რომ რაღაც უფრო ისეთი მომენტია, რომ ინტერესი არ არის, რომ რისკის აღება. რისკი, ხო, რომ აი ფილმის სხვათა შორის ისეთი რაღაცა უფრო მეტ რისკთან არის დაკავშირებული, ფინანსურ რისკთან. არც ნახატ და არც იდეაში ნაწერი არ არის ეგეთ რისკთან დაკავშირებული, იმიტომ რომ შენ პროდუქტს ქმნი და მე ცდილობ გაყიდო და იმ პროდუქტის შექმნაში, ასე ვთქვათ, პროდუქტი ბჭყალებში. დიდი ხარჯი არ გაქვს. იმდენი ხარჯი არ არის, რამდენის ვთქვათ ფილმის გადაღებაში, ხა ფილმის გადაღებაში თუნდაც რამდენი ვიღაცა უნდა ჩართო, ხო? რაც არ უნდა მინიმალური ხა კუბრიკსაც არ ყავდა ბევრი ხალხი, სხვათა შორის პოლ ტომას ანდერსონი ყვება, რომ იმის გადაღებაზე ვიყავიო, მე მგონი Eyes Wide Shut-ის ფართოდ დახუჭული თვალების და ტომ კრუზ ანდერსონი ხო დავიწვიეს თუ არა მე ჩავედი ტომ კრუზთან მქონდა რაღაც მოლაპარაკება ტომ კრუზი დაეთამაშა მაგნოლიაში თუ გახსოვთ კი როგორ არის მაგარი რაღაც ისეთი ის აქვს სპეციფიკური და მაღაზიები მინდოდაო შეხვედრაო რაღაცა და იქ დამპატიჟაო რა ხე იცოდაო რომ კუბრიკის ფანი ვინ არ არის ხე იდეაში ეგეთი ტიპის ხომთვეს ამერიკელი და ნუ იქ ჩავედიო ნახეო რაღაცა და რომ ისე შემრცხავ იმისო რაც მითხარევ ანუ უთხრა რომ შევხედეო რა სულ 20 ადამიანი იყო რა გადავღებ ჯგუფშიო რა და შევხედეო სულ 20 ადამიანი 20 კაცი ყავთო აქო ისო და შემომხედაო და აბა შენო რამდენი გჭირდება ხო და ესე ვკითხავ შენო რამდენი გჭირდება და ის შევრცხვავ ამ კითხვისო ხო იმისგან გაუტყდა ხო რა რომ იმიტომ რომ დავფიქრდიო ხო რა ვიცი ხო 20 კაცი და 40 ადამიანი ყოფნის 300 რაში გჭირდება მაგრამ ასოციაციურად ისეთი წარმოდგენა ქონდა, თქვა კუბრიკის ფილმზე, რომ იქ უნდა ყოფილიყო ალბათ ერთი 300 ადამიანი ჩართული, იმიტომ რომ ისეთი ხო არა და ისეთი პროფესიონალია, რომ სულ არ ჭირდებოდა რა, ის აი ჭირდებოდა ფანატიკურად განწყობილი 10 ადამიანი ერჩინო, თქვა ოღონდ მე როგორც ვიცი მოდი ცოტა ისეთი წარმოსახვით ექსპერიმენტული კითხვა დავსვათ მიდი კუბრიკს ოკეი იმ მომენტში ყავდა გადაღებ ჯგუფში 20 ადამიანი მაგრამ ეს დაუშვათ წლების განმავლობაში დაუგროვდა ეს გამოცდილება და მეტი აღარ სჭირდებოდა მეტი რესურსი თუ მაგალითად პირველი ფილმის ან მეორე ფილმის გადაღების დროსაც ესე იყო აი როგორ ფიქრობ კარგი კითხვა მიდი შენ უკასახე უფრო მე მგონია რომ მე მგონია რომ როგორ რაღაცა იყო იცი კუბრიკმა აი რო შეხედო როგორ დაიწყო სხვა შორის ფოტოგრაფიიდან გადავიდა მე ძალიან საინტერესო ფოტოები აქვს კუბრიკს აი მე ვიტყოდი რომ არანაკლები ექსპრესიულობის და კომპოზიცია და ყველანაირად აი კონტექსტი გინდათ მომენტის გინდა სოციალური საოცარი ფოტოები აქვს გადაღებული აი ძალიან ისეთი აი ვივიან მაიერის არის დაახლოებით იგივე პერიოდში აქვს გადაღებული აი რაღაცნაირად ერთი ის არის ნიუ-იორკის
ქუჩები, ხო, ნიუ-იორკის ქუჩები, რაღაცა სიტუაციები, ისინი რეპორტაჟური დავალებები, რომელიც ჟურნალისტის მუშაობა და 17 წლის იყო თუ 16 როცა დაიწყო ჟურნალისტის მუშაობა და ფოტოების გადაღება და ეს ასაკი არის ძალიან ცოტა. ანუ ესეთი დავალება. ახალგაზრდა, ხო, მაგრამ ძალიან საოცარი კადრები აქვს. ეხლა რატო გავაგრძელე ამაზე ის რომ კუბრიკმა დაიწყო ცოტა რაღაცით. ესე თქმა უნდა, ფული ერთი მეგობარი ყავდა, იმას დაელაპარაკა, რაღაც $3,000 შეაგროვეს მე მგონი და ამ $3,000 გადაიღეს პირველი ფილმი. რომელშიც არ მინდა ამერიოს, მაგრამ ერთ-ერთ მაგის პირველ ფილმში თამაშობს ქართველი ემიგრანტი, რომელიც იქ ცხოვრობდა. სახელი და გვარი ხო არის? დიდი ფიზიკურად ძალიან დიდი ადამიანი იყო, იმობეთში ასაკოვანი იყო, მაგრამ ჭადრაკს თამაშობდა. კუბრიკსაც უყვარდა თამაში. ჭადრაკი ძალიან ხო, ეხლა ცოტა გადავუხვიე რა. არა, კაია, გადავუხვიე. რასო, ცოტადან დაიწყო მაგის ქმა მინდოდა, მე გადავიდა ბევრზე, გადავიდა სტუდიაში, სტუდიურ წარმოებაზე, იქაც დიდი ხანი ვერ გაჩერდა კუბრიკი. რამდენიც მე ვიცი და რამდენიც მოვქექე და თავისი ნებით აბსოლუტურად ნებაყოფლობით წავიდა ინგლისში გადაცხოვრდა. სადაც წარმოება ხა ჰოლივუდის მასშტაბით არც უცდია რომ რაღაცა ისეთი აი ვთქვათ იყო ნაპოლეონის გადაღება უნდა და ერთ-ერთი რაც შეუძლია ყოფილიყო მასშტაბური, აი ისეთი რასაც სტუდია შეიძლება დაჭიროდა ამერიკული და აი დიდი ფინანსები, ლოგისტიკა რთული, კოსტიუმები და ამაზეც მაგარი წიგნი აქვს. მასობრივი სცენები, ტაშენს აქვს გამოცემული წიგნი. კუბრიკის მომზადება, რა ქონდა მომზადებული მასალა ამ ფილმი ნაპოლეონისთვის. მერე გამოვიდა ბონდარჩუკის ფილმი ან შენ მითხარი იმ დღეს მაგაზე ხო? აღარ გადაიღეს. ანუ ის ფილმი რაღაცაერთ მე მგონი გაქირავებაში. ეხა იმ მასალების გამოყენებით და მათ დაყრდნობით, როგორც ვიცი, სპილბერგი იღებს ფილმს, ანუ მინი-სერიალს, იქნება შემდგარი ნაპოლეონი. აი ნაპოლეონზე კარგი ნამუშევარი არ მაქვს ნანა. ხო, წლიანი შრომა, ხო, დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ხო ძალიან დიდი ხანი და კუბრიკის სტილი იყო ეგეთი ძალიან ისეთი იყო აი აგროვებდა ამ ინფორმაციას. ყველანაირ მასალას იკვლევდა და აი რაღაცა ის ქონდა, ასე ვთქვათ, დეტალურ რისერჩს აკეთებდა თავის პერსონაჟებზე. ხო, CD-ვით ქონდა რა რაღაც გარკვეული ისეთი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და მაგაზე ფიქრია კიდევაც. ხო, თან ეგ პერფექციონისტი იყო, აი ალბათ პერფექციონისტის განსახიერება იყო. არის სცენები, რომელიც 94 დუბლეთავს გადაღებულია. აი ტომ კრუზის Eyes Wide Shut-ში არის ერთი სცენა, რომ უბრალოდ შედის იმაში რაღაც კოსტიუმების მაღაზიაში. და რაღაც 70 შეიძლება ციფრს ვაზვიადებ, მაგრამ 50 ჯერ ტიპი შევიდა. ის просто შედის მაღაზიაში. სხვათა შორის Eyes Wide Shut-ზე გამახსენდა და მაგიმაზე 50 ჯერ შესვლაზე ვის არის? ჰარვი კაიტელის ენდა ეთამაშა ის იმ პერსონაჟის როლი, ვინც მერე სიდნი პოლაკმა ითამაშა. აღარ მახსოვს საერთოდ მაგ პერსონაჟის სახელი. აი კაცი ვისთანაც ვინც მერე უხდის თუ გახსოვთ იქ ბილიარდის იმას რო პატის საკმაოდ შეძლებული ის არის პირველი წვეულება მაგასთან ხო რო უხდის რომ შენო ვიციო იქო ვინ იყვნენო და რაღაცაო და დაივიწყეო და აი მაგკაცის როლი უნდა ეთამაშა ჰარვი კაიტელს და შუა იმიდან გაიქცა მაგის გამო რო კარსო აღებდიო ერთი 50 წარი რო შევაღეო და ვეღარ მივხვდიო რა უკვე რა უნდაო რაღაცა და ჰარვი კაიტელი კიდე სკორსეზესთან მუშაობს და ისინი უფრო შეხმატკილებულები ამასთან ეთქობა გაჭედა ხო და უკვე მივხვდიო რომ ძალიან გამოცდილდა მაგარ მსახიობზეა ვიცი ხოხტები ბევრი რო უნახავს და თან ისეც სკორსეზესთან მუშაობს ახალბედაზე არ ვსაუბრობ და უკვე იმ მომენტისთვის ახალბედა ნამდვილად არის გააგიჟა ეთქობა. ხო, ნუ იქ იყო რომ ნუ პირადად მივიღეო როგორც შეურაცხყოფაო და მაგიტო წამოვედიო რა. იქ ხა მარტო იმაზე არ იყო რომ 50 ჯერ უბრალოდ ეთყობა რაღაცა ფორმა არ მოეწონა, ასე ვთქვათ. ამემის, მაგრამ სხვათა შორის მაგ მხრივ ფინჩერი არის უფრო ისეთი. ეგეც პერფექციონისტია. ხო, და ბევრი დუბლის, მაგრამ მე მახსენდება სულ მაგის პერფექციონიზმზე სცენა ერთი იმაში The Game-ში მაიკლ დუგლასის პერსონაჟი რო ბრუნდება მექსიკიდან თუ გახსოვთ აი რაღაცა ძალიან ისეთი მაშინ მე მგონი სანაგვედან ამოდის და ძალიან დასურვილია და რაღაცა და რაღაცის უბედურება და სიგიჟე თამაშის სიგიჟე ხო და იქ ამერიკაში რო ბრუნდება და იქ ერთ-ერთი მასში შედის რა ქვია დაინერ სასაუზმეში შედის და იქ თხოვს მე მგონი ვიღაცას რომ წამიყვანეთო რაღაც ფული მაგნე და ფულს იღებს მე მგონი ამბობს რომ აიო ფულიო სულ ეს დამრჩო და ეყრება ეს ხურდა
და იწყებს კრეფას. არის გენიალური მომენტი. მაგაზე ვფიქრობდი, რომ მეთქი აი ეს პატარა დეტალი, მეთქი ეს ფინჩერმა უთხრა, რომ ესე დაგეყაროს და კარგია ესე თუ მოხდა, იმიტომ რომ იგივე რაც მე ხდება ხოლმე. ხო, შეიძლება რაღაც შემთხვევით მოხდეს და დატოვო იქ. და მე რომ ნახე, აბსოლუტურად შემთხვევით სხვა რაღაცებს ვარ ყვევდი და მაიკლ დაგლასმა თქვა, რომ ესო მოხდაო პირველივე იმაზეო. და მე უთხარი რომ აღარ გინდაო ესო მაგარია, ესო კარგი სცენარიო, კარგი მომენტია და აღარ გინდაო დანარჩენი 20-ის გადაღებით, რომ ეს ჯობია. არ დამიჯერაო, გადაიღო კიდე ერთი 50 ჯერ სხვადასხვა ვერსიის დათქვამი ხურდის და იმის დაპნევის გარეშე და ნუ მერეო სამონტაჟში აღმოჩნდა რომ ხო რა ნახა რომ არა ხო აი ეს. მაინც ეს იყო ყველაზე კაი და თუ გახსოვთ ეგ სცენა, აი მართლა ძალიან კარგი დეტალი არის. რო შედის აი ესე დგას ფეხზე დგას ეს ხალხი ყველა ეს კონტრასტია სპეციფიური ესენი ყველანი ზიან რაღაცა საჭვალს მიირთმევენ რაღაცა სიტყვით მიმართავს ხო რა აღარ მახსოვს რას თხოვს მე მგონი წაყვანას თხოვს სან-ფრანცისკოში თუ სადღაც რომ აი რომელი ვინმე ხوار მიდიხართო რომ გამიყოლოთო მაგრამ არ მახსოვს ხურდა რატო ფული რატო ფიგურებს დამარეკინეთ ხო არა აპარატი და მე მგონი ეუბნება რომ ისო აი ფულიო სულეს მაქვსო და ამ ფულის სულეს მაქვს და ხურდა ეხრება ხო არა მაგარი ხო ხტები აი როგორი მომენტია როგორი ის არის მე მგონი ეხლა რაღაცა ბუნებრივად მივადექით რეჟისორის საქმეს თან მაგარია მანდ გადავიდეთ რატო ვამბობ იცი რომ აი როდის არის კარგი ეგეთი დეტალები ორი მომენტი არ შეიძლება მოიფიქრო რო თქვა ესეთი მაგარი ხარო აი შეიძლება ეგეთი დეტალი მოიფიქრო მეორე არის რაც უფრო ხშირად ხდება ხოლმე მოხდა აი ესე შეამჩნია დატოვო და ხო აი შეამჩნია დატოვო მე ესე ვთვლი აი ქართულში გვაქვს მე მგონი კარგი ლექსის წამკითხველს კარგი გამგონი უნდა რაღაც ესეთი ანდაზა გვაქვს რა რომ დანახვაც ჩემი აზრით ტოლფასია აღმოჩენის ამ შემთხვევაში იმიტომ რომ მე რა რო ხშენ თავში არ მოხდა ეს მოხდა აგერ აი გადასაღებ მოედანზე ხო და თუ ეს ამ ყველაფერში ჯდება და ამ იმას უხდება რატომაც არა ხო და რეჟისორის საქმეც ერთ-ერთი ყველაზე კაი ფორმა რაც არის რაც იმპროვიზაციისკენ აი გახსნილი რო იყო იმისაკენ რაც შეიძლება მოხდეს ხო რომ გეგმიდან რაღაცა გადაუხვია და უკეთესიც გამოვიდეს და ის მიიღო შენ ხო და არ გქონდეს ეს რაღაცა შიში და იდეა ფიქსი რომ აი გინდა თუ არა მე რასაც ფიქრობდი და როგორც ხონდა მოფიქრებული ეს უნდა იყოს თუ არა და მაშინ ისე ტერიტორიაზე გადავიდეთ სადაც არ ვიცი რა არის ამიტომ არ გავეკარებ ხა აი მაგხრი მაგალითად კუბრიკი არ ამგონია რომ მაგ გადიოდეს უფრო ჰიჩკოკი იყო უფრო იმპროვიზაცია რომელიც აი ამბობდა რომ მე ჯერო ჩემს თავშიო ვიღებო ფილმსო და მე უკვე მივდივარ გადასახებ მოედანზე მაგრამ მეორე მხრივ ჯიმ ჯარმუში ამბობს რომ მე თუ თავში მაქვს ჩემი ფილმიო გადაღება რაღაც მინდაო ანუ მე უკვე დამეზარებაო რა ფიზიკურად ანუ ადგილზე ვიგონებო მაგას სიცახის ანუ ეგრე გამოვიდა ჯიმ ჯარმუშის თქმით ხო რა ანუ თუ არა როგორ იცი აქ არის აი იმპულსზე წეღან რო გავჩერდ იმპულსი ყოველთვის გიბიძგებს პროცესის დაწყებისკენ შენ შეიძლება ფიქსირებული იდეები გქონდეს მაგრამ პროცესში თუ სწორედ მიდის პროცესი რაღაცაები შემოდის რეალობას თავისი რაღაცა შემოაქვს არა აუცილებლად ის იყოს კატასტროფა შეიძლება არის რომ ვთქვათ მაგალითად აპოკალიფსი დღეს კოპოლას ფრენსის კოპოლასი ფილმი რომელიც იყო ნუ საკმაოდ კატასტროფული გადაღების პროცესის მქონე რა ხო ვიეტნამში ჩავიდნენ ფილიპინებზე იყვნენ კუნძულზე იყვნენ და რატომ ფილიპინებს ხაზი ხო ცხელოდა მაგრამ მოხდა ტაიფუნი ძალიან ძლიერი და ეს მთელი ამათით რაც ქონდათ რა ეკნებოდათ პრინციპში მინიმალური დეკორაცია ეკნებოდათ მაგრამ ისიც კი წალიკა და საერთოდ გარეთ ვერ გადიოდა ხალხი ისეთი ის იყო და ბევრი მე იქ მე მგონი გადატრიალებაც მოხდა სამოქალაქო ომიც რაც ძალიან ცუდი ყველაფერი ანუ ყველაფერი კინოსთვის ხელინა შეეშალა და დაინტერესდა მაგრამ აი კოპოლას ნებისყოფამ იმან რომ არა გინდა თუ არა ეს უნდა გაეკეთებინა ხო უშიშარი ტიპი იყო ისე მე მაგაზე სერია მიზანდასახული ხო ხო მიზანდასახული უბრალოდ და ნუ უშიშარის ხო რა თქმა უნდა უშიშარიც იყო აი თუნდაც ნათლიას აი ნათლიას კი ბრანდო არ უნდოდა თვითონ ბრანდო არ ალპაჩინოზე არც ბრანდო არც ბრანდო ხო და ორივეზე ჯიუტად ალპაჩინო პირველი გადაღებების სატესტო გადაღებების მერე არ უნდოდა უკვე იმიტომ რომ არ უცნობიაო ვინ არისო დაბალიაო პატარაო უცნობიაო ისაო ძირითადი ის იყო რომ უცნობია ალპაჩინომაც მოყვა რა თვითონ მაგის ინტერვიუში მაქვს მოსმენი რომ ისე ნერვიულეო რა იქ რომ მივედიო რომ ვერ გამოავლინეო რა კაი ვიყავიო რა ძალიან ვერც ტექსტი თქვიო სწორადო ვერც იქ ვიდექიო რაღაცა მენა აი ხელებს ვიჭამდიო რა და კუბრიკი
კოპოლა ბოლომდე ჯეროდაო ჩემიო და მეორე შანსი რომ მომცესო ეგრევე გამოვიყენე. მეორე შანსი იცი რა იყო? რომელი სცენა? ის ტუალეტში რო იარაღი უნდა იყოს. ეგ სცენა გადაიღო და ეგ აჩვენა. კი ბატონო და მანდ ისეთი სახე ქონდა რომ აი ყველას ჯეროდა რომ მაგან ფაქტურად არა მარტო ალ პაჩინოს როლი განაპირობა მაგ ფილმში. ალბათ შეიძლება ითქვას მაგის თლიანი კარიერაც, იმიტომ რომ არის რო არა ეგ სცენა და ეგ ფილმი ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა მაგ ფილმის მერე, ანუ თან ეს ცოტა ინტროვერტი ტიპია რა ალ პაჩინო, რაც თვითონ მაგის თქმით რაც იძახის რომ იმხელა პოპულარობა მომცაო რომ ანუ რაღაც ალკე გადავიდა და მარტო ცხოვრობდა. ხო, და მე სხვა შორის ის დავიწყეო რაღაცა ალკოჰოლს მივეძალე და დეპრესია ქონდა. ასე სხვა რაღაცებს რომ ამის გამო რა არ ვიცოდიო როგორ გამკლავებოდა ამხელა ფეიმს რა თან ახალგაზრდა პატარა ბიჭი იყო, რამდენის იყო 25-ის იყო? 30-ის. 30 თუ მე მგონი 71-72 წლები არის პირველი ორი სერია. ხო, მაგდროს ამდენიც იქნებოდა, ხო, ალბათ ეგრე. ხო და ხო, აი მოკეთ გაუჭირდა გამკლავება ამხელა იმასთან რა, დიდებასთან. ეგ ყველას მე მგონი ისეთი პრობლემაა რომ ყველას ექნებოდა ეგეთის იმან თქვა კიდე ჯეკ ნიკოლსონმა რომელმა ფილმზე თქვა მე მგონი Highway Rider აღარ მახსოვს რომელიღაცა ფილმის მერე უკვე რომ I'm a fucking movie star ეს იმიტომ რომ აი რაღაცა საკიჟეთი გაეჩითა უცბად და მივხვდიო რომ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა ოღონდ რომელი ფილმის მერე აღარ მახსოვს არა მე გეტყვი დენის ოპერის და იმისი Highway Rider ქვია თუ არა Rider-ურებია Easy Rider. იბატონო, Highway Rider, Easy Rider. Easy Rider-ზე გეტყვი მაშინ ახლა ესე სახელზე გავჭირე. საჯარიმო იმითი რაღაცებს გეტყვი რა ფაქტები რაც ვიცი სხვა რომ. მიდი, საინტერესო ეგეთ დეტალები. ძალიან საინტერესო ხა რატო გადავედი მაგაზე ესე. ეხლა საბოლოო ჯამში ხა ხაზის გაწყვეტა არ გამოგვივა ჩვენ იმიტომ რომ მივდივართ მივყვებით ავტორებს. კი. მივყვებით იმ ხალხს ვინც დაუპირისპირდა ასე თუ ისე სტუდიას, ანუ წარმოებას და რაღაცა თავისი ხედვა, ეხა კარგი შედეგით თუ ვთქვათ, ზოგჯერვა გამართვა ხო? ხო, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა შემთხვევაში, რაღაცნაირად სახელი მაინც დაიმკვიდრეს, ხო, ვიცით, ხო, Easy Rider კი მე დამავიწყდა მაგის სახელი, მაგრამ ვიცით დენის ჰოპერი, მაგალითად, მინდა ვახსენო დენის ჰოპერი. დენის ჰოპერი იყო მსახიობი თამაშობდა ბევრ ცნობილ ფილმებში არის აი 50-იან წლების ბოლოს რაც იყო გადაღებული ნიკოლას რეის ფილმში მასთან ახალგაზრდები რო არიან და აი ეს რაღაცა ძალიან კარგი ფილმები. ეგ დენის ოპერი უფრო 70-იან წლებში იყო პოპულარული, ხო? არა, პოპულარული აპოკალიფსი დღეს მანდაც ხო თამაშობს ფოტოგრაფის რო დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი. ქართულად არ ვიცი რა ქვია, Rebel Without a Cause. არ ვიცი ქართულად რა ქვია, ალბათ მე ამბოხე მიზეზ გარეშე, აჯანყება მიზეზოდ მე ამბოხე. მანდარი და მე უკვე სხვათა შორის ძალიან ის ხოდა, სახიობი იყო და აინტერესებდა ესა. მაგ ფილმის მერე წავიდა ნიუ-იორკში და Actor Studio გეკრებათ მანდ მივიდა სასწავლოდ რომ თავის ესაც სახეობის ტექნიკა მანამდე ეგორა რომ კარგი ქონდა და ეს გენიალური მაგრამ იქ ნახა რომ სხვა რაღაცეები ჭირდება კიდე და ჩავიდა ნიუ-იორკში იქ ისწავლა მე მგონი ალი სტრასბერგთან ისწავლა ალი სტრასბერგი არის იცით რომ მე ახლა ნათლი მამა ვახსენეთ ნათლი მამაში მეორე სერიაში თამაშობს ჰაიმან როთის როლს კაცი არის რომელსაც ესეთი გულის ის აქვს სხვათა შორის და საუბრის დროს ისე კარგად აქვს გაკეთებული ესეთი სპეციფიკური ხმა ისმის რომელიც მაგ დაავადებას ახასიათებს რაღაც არის სტრანი ხმიანი კაცი მახსოვს მაგ კინოში წკაპი ისმის ლაპარაკისას ხმა არა აქვს უცნაური მაგრამ რო ლაპარაკობს რომ მორჩება ლაპარაკი მე ისმის გატკაპუნების ხმა აი ეგეთი ხმებია და ეგ ახასიათებს გულის აპარატის გულ რაღაცა ეგეთი ის აქვს და აი ეგ სახიო მაგ როლში არის ალ პაჩინოც მაგ კაცთან და მოკლედ დენის ოპერმა გაიარა სამსახიობო სკოლა გაიარა ასე ვთქვათ ნიუ-იორკში ნიუ-იორკში მერე გაიცნო ძალიან ბევრი მხატვრები არტისტები ფოტოგრაფები და ისეთი ტიპი იყო ანუ ხელოვნებისკენ გადაიხარა თავიდანვე და ჰოლივუდში შეექმნა მერე პრობლემები იმიტომ რომ რეალურად რაღაცა ეს აი ძალიან სპეციფიური სკოლა ეს Actor Studio
და მეთოდის ხო method acting-ს რო ეძახიან და რაღაც ცოტა სპეციფიური ის არის. და მე ხო, რამდენად ის არის ისე. გააჩნია რა სიტუაციაში რა მაგალითად ახლა დენის ჰოპერის შემთხვევაში არ გამომართლა, იმიტომ რომ შეეკამათა რეჟისორს და არ დაუჯერა და მე ძალიან დიდი ხანი რაღაცა 6 წელი თუ 8 წელი საერთოდ არანაირ ფილმში ჰოლივუდში აღარ ეძახდნენ ასე ვთქვათ. ანუ რამდენად საჭირო არის მსახიობი აი მეთოდურად გადაეშვას პერსონაჟში. ანუ რეჟისორისთვის ეს კომფორტია თუ აი ხა იმაზე რო ყვებია ხომ დენიელ დეი-ლუისზე რომ გადასაღები მოედრის ან მორჩება და კიდე პერსონაჟი რო არის რა. და სახელიც ეგრე ბატონ პრეზიდენტოთი მომართე და ლინკონის გადაღებაზე და ან თუ ყასაბის როლს თუ ხო თუ ყასაბის როლს თამაშობ ცოტა ესე ძის და არ მოგესალმება. ანუ რეჟისორს შესულია ხო. ხო, სკორსეზემ თქვა რომ ჩემთვისო პირიქით კითხვა დაუსვეს სკორსეზეს. ცოტა რაღაც სასაცილო არ არისო, ან ნერვები არ გეშლებაო, რაღაც მითითება რო გინდაო მიცეო. არ არისო პირიქით ჩემთვის დიდი კომფორტია, იმიტომ რომ პირდაპირ ეგ ტიპი მყავსო რა. უკვე შესულიაო ასე. უკვე ეგ ტიპი მყავსო და მე მაგის გარშემო ვაწყობ იმ სეტსო რა და რავი ჩემთვის მოადულია და ისე როგორ გააჩნია რეჟისორს გააჩნია ფილმს. აი ხა ინდივიდუალურია ეგეც ხო ზოგ მსახიობს ეგრე ურჩევიან ზოგ. კი, აი ნუ ეხლა დენიელ დეი-ლუისის შემთხვევაში ესე ამართლებს, ესე შედის როლში და ნუ მისთვის ეს მუშაობს. მაგრამ ერთ-ერთი სადაც პირდაპირ გაგებით სასაცილოდ ჩანდა ეგ მეთოდი იყო ესეთი ფილმი არის სერჯო ლეონესი ძალიან ბევრნაირი სათაური აქვს, იმიტომ თარგმანებში ინგლისურად ორი რაღაც ქვია, რუსებმა კიდე სხვანაირად თარგმნეს. მაგრამ ქვია ინგლისურად ესე duck you sucker, დაიხარე ესო მან თამაშობს როდ სტაიგერი, რომელიც არის მაგ სკოლის ამერიკელი მსახიობი, დაბალი ბევრ ფილმებში არის გამიჭირდება გაგახსენოთ რა. აი ბრანდოსთან ერთად თამაშობს არ გინდა ნუ გაგვახსენებ გააგრძელებ პირდაპირ მე ჩვენ დავგუგლავთ და ამოვანათებთ ეს როდ სტაიგერი თავიდან ესე იწყება რომ რაღაც ის არის რა ქვია თავი უნდა შეაცოდოს რაღაც ეტლი მოდის სადაც ის არის რა ქვია ცოტა მოზრდილი ეტლი არის და ისეთი ხალხიზის ცოტა შეძლებული რაღაცა და უნდა რაღაცერად ეს შეეცადოს თავი შეაცოდოს ამ ეტლი მე ეტლეს რომ ეს აუშვას იქ და გაიყოლონ ასე ვთქვათ ესა და მე ამათ გაძარცვავს რა ეგეთი ის მეთოდი რა რომ ყაჩაღია და ხო რა ანუ თავარია შიგნი მოხდეს და მე ესა და მე იქ თვითონ მე მიხედავს ხო მე უკვე რა თავისი ჯგუფი წყავს და რაღაცა რა მაგრამ თვითონ იქ შიგნით უნდა მოხდეს ამ იმაში რომ შიგნიდან რომ მასაკნეს თუ რაღაც სპეციფიური ის არის ეტლის და მოკლედ ეს რომ შეაცოდოს ამ მეეტლეს რაღაცა ზღაპრებს უყვება რა რაღაცა ტყუილებს რომ აიცე დედა გარდამეცვალა და იქ უნდა წავიდე და ვერ მივდივარ და იქნება მიმიყვანოთ იქამდე რაღაცა ხო და სანამ სცენის გადაღება დაიწყებოდა ეს როდ სტაიგერიო დადიოდაო და თვალსა ხმამაღლა იმეროდა დედა გარდამეცვალა ამ როლში შედიოდა ამ მდგომარეობაში შედიოდა და მე ეს ცრებლებამდე მიყავდაო რა თავი და ეს ხალხი უყურებდნენ ეს გადაღების ჯგუფის სხვა მსახიობებს ის და თუ ეცინებოდა თუ რა რო ეხა რა საჭიროა ესეთი ისო რა რო ხო არც ეგეთი სერიოზული როლი და პერსონაჟი მომენტიც არ არის ნატურალიზმი რა ხო აი არაფერში არ არისო რა ნუ ეზედმეტებოდათ რა ეხა მაგრამ პრინციპში ეგ ისეთი რამე სუბიექტურად ეხა სახიობა სხვა შეიძლება ძალიან რთული საქმე არის ძალიან მეგონია რომ ანუ ფილმში აი წარმოიდგინე რომ ერთი და იგივე რაღაცა 30 ჯერო რამე ნებისმიერი ტექსტი რომ მათქმევინონ აუცილებლად ნერვები მომეშლება და ძალიან საშუალო ერთია და მეორეა არ გამომაგდოს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ შეიტანო. არ შეიტანო ეჭვი და თავდაჯერებულობა მაგ გიღალატოს. ბოლომდე მიიდო რეჟისორს რომ გეუბნება რომ აი ხა კიდე ერთხელ ცადე და შენ ამ დროს თავი არ უნდა დაკარგო და თან ეს რაღაც სიახლე უნდა შეიტანო. delivery რასაც ქვია რომ კიდე კარგად უნდა დადო რა ეს ტექსტი არ მგონია რომ სხვანაირად თან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაგდოს ისევ ზედაპირზე უნდა დატოვო რაღაცნაირად ჰარმონიაში და სახის მიმიკაც უნდა შეინარჩუნო ტექსტიც ის უნდა ისეც ყონა მე მგონია რომ რთულია ეგ ახლა მაგრამ შეუძლებელია მაინც არ არის არა შეუძლებელია უბრალოდ სპეციფიური საქმეა ზოგი ისე ყובה რომ თითქოს აი რაღაცა ასტროფიზიკაში არა ხო ახლა ეგ ძალიან ის არის ხო მე ლერი დევიდი მიყვარს ძალიან რა აი ბიჟდები მაგ კომიკოსზე რა აი მაგრამ მიყვარს და მაგან გააკეთა ეგეთი რაღაცა რა ბროდვეიზე დადგმა გააკეთა თავისი სერიალისთვის
და დაამტკიცა რომ მსახიობობა არის ძალიან ადვილი რა ანუ მსახიობებიო სულ ნერვებს მიშლიან რომ ისე მელაპარაკებიან რომ თითქოს აი რაღაცა აი სასწაულო საქმეს აკეთებენ რა ანუ კი პატივსცემს მართლა ეხა ეგეთი ტიპიც არ არის მაგრამ დაუმტკიცა რომ ადვილია და თავისივე სერიაში თუ გაქვს ნანახი Curb Your Enthusiasm იმ რა ქვია ფრენცის ერთ-ერთ მსახიობთან ერთად ბროდვეის დადგმა გააკეთა რა მაგრა თამაშობს მართლა თუ გახსოვს რა რაღაცა იცი რა ორი დეტალია ექსერი არ გახსოვს არა ექსერი არ მაქვს რაღაცა ბროდვეიზე დადგავენ მიუზიკლს დაჟე მიუზიკლი ითამაშა რა ისეთი ნაგები კაცია მაგრამ არ დაგავიწოს რომ მაგას ფრონტმენობის და მაინც ექტინგის გამოსწრება ქონდა იმიტომ რომ არ ქონდა არანაირი მარტო სტენდაპ კომედიები ვინც არიან და იქაც სულ ეჩხუბება ხო მეორეს ხა თავისი გარკვეულწილად როლში არის თავისი მასალა იყო თავისი სამყარო იყო და მანდ ნუ ფეხი არაერეოდა ხო თავდაჯერებულობა ნამდვილად ნიკოლის როლი რომ ეთამაშა საინტერესოა როგორ გაარჩევა გარდასახვა გააკეთა კაკრას მან თავის ფილმ სერიაში ეგააკეთა რომ შეიცვალა სხვა რაღაცა ცნობილი პიესა დადგა რა არა, იმიტომ რომ რა არის, იმან ცოტა მსახიობის როლის რაღაცა დევალვაციასავით თან მიზანმიმართული დევალვაცია უნდა და ამას საბოტაჟირება ასე ვთქვა. ხო, იმიტომ რომ გამოუვიდა და არ მომწონს ეგ ამბავი. ხო, შეჩნია ეგებას იუმორისთვის გააკეთა ეს. ხოლო იუმორის ჩარჩოებში მასშტაბში ამან გაამართლა და იმ ფორმაში რა ფორმაში. პატარა ფორმაში, თორე ხა იმას ხო არ უთქვია რომ მე ახლა გადავიღე შექსპირის იმას დავდგავო და არ უთქვი მაგაზე პრეტენზია და ამბიცია არ მქონია უბრალოდ თქვა რომ ეს ვიზაო მაგას ხო რა და რამდენად მაგრა გამომივა მე თქვენ გადაწყვიტეთო რა ხო ახლა მე მსახიობების ადვოკატირებას ვცდილობ სწორადაც მოიქეცი ხო ნუ ეგ არის ერთ-ერთი ასპექტი უბრალოდ მსახიობი რთული რითია იცი რომ დამოკიდებული პროფესიაა დამოკიდებული რა მხრივ ვიცი რომ შენ დამოკიდებული ხარ და თუნდაც მუშაობაზე ვიღაცამ უნდა დაგიძახოს ვიღაცამ უნდა ხები იმიტომ რომ არც ერთი საქმე იშვიათად ნუ ერთი შეიძლება დიზაინერს შეადარო ალბათ დღევანდელ რეალობაში ვინც დამოკიდებულია თქვათ სხვებზე რა ანუ ვიღაცაზე რა ვიღაცამ უნდა მოგმართოს ვიღაც ეს ერთი მეორე ის რომ ყველა რეჟისორს თავისი ხედვა აქვს თავისი სამყარო აქვს და თავისი მეთოდი აქვს არიან რეჟისორები მაგალითად აი მსახიობი მაგალითად გარი ოლდმანს არ უყვარს ამდენიც მე გავარკვიე რეჟისორები რომლებიც ეუბნებიან ესე ითამაშე ესე ქენი დეტალურად ეუბნებიან რომ აი ესე ქენი ისა სუ იშველიებს მაგალითად ნოლანის იმას ერთ-ერთი რაც მითხრაო იდეალური რეჟისორი მე მგონი ხო ბეტმენში მითხრაო რომ რაღაცა there's more at stake ანუ უფრო მეტიაო აქო გამოსახატიო more at stake ну პრობლემოვანი არისო რა ეს ანუ შენ ფრაზას მეტი მნიშვნელობა დაუმატებ ხო რა უფრო სიტუაცია უფრო ესეთი იყო უფრო მნიშვნელოვანია ფილმისთვის ხო და ცოტა შეიძლება ეთქვა რომ იცი რა ესე ქენი მიმიკა რაღაცა მაჟესტიკულაციით ეჩვენა უბრალოდ შინაარსზე გაუსვა ხაზი ხო რა რო იცი ცოტა უფრო ისე რა ექსპრესიულად და იმიტომ რომ ეს სერიოზული მომენტიაო რა ცოტა უფრო მეტი რამე ამაზე დამოკიდებულიო ანუ თითქოს აქცენტი გააკეთე რომ შესაბამისად მაყურებლის ყურადღებაც მე ამაზე უფრო მომართული იყო. ერთადერთი შენიშნა მომცავე იყო. ხო და მიმაჩნია რომ ეს არის იდეალურიო რაც იდეალური ფორმაო რეჟისორებისო. ხა არის ესეთი მსახიობები. არიან მსახიობები რომლებიც პირიქით ითხოვენ რომ აი მითხარი რატო ამას აკეთებს, მაგრამ რატო აკეთებს ამას? ესე თქვა შენ გიწერია რომ თქვა ფეხზე გადაიდოდათ. რატო გადაიდო რა იყო? ეს კომფორტი უნდა და მეტი თუ ეს ნერვიული რაღაცა ხო, ყველა ინდივიდუალურია რა. ანუ გააჩნია რთული რა არის იმ მსახიობს ჩემი აზრით სირთულე რა არის იცი რომ გადიხარ შენ არიცი ის რეჟისორი რა სამყაროზე გელაპარაკება იმას თავში რაღაცა უდევს, რაღაცა ტიპის გამოსახულება, რაღაცა ტიპის ტონი, რაღაცა ტიპის სცენა, სიუჟეტი, ყველაფერი ეს თავში აქვს, მაგრამ შენ ხო არიცი და შენ გაქვს ერთ-ერთი აი ამ ინტერაქციის რაღაცა ბილიარდის ბურთები რომ ფაქტიურად ერთმანეთს ეჯახება, აი ამ დონეზე არ ყო ფაქტიურად რომ ერთს გააკეთებ გეუბნა, არა, თავიდან რაღაც ესე რა და ძნელია, აი რაც შენ თქვი პროცესი თვითონ ის რომ შენ ну ტექსტის დაზეპირება შეიძლება თქვა რომ ხო რა ეხლა ყველას დაგვიზეპირებია ტექსტი და ხო მან რაღაცა ტექნიკები არსებობს ხო ну დაიზეპირებ რა ბოლო ტექსტს მაგრამ ტექსტი არ არის ტექსტი სხვათა შორის დუბლებზე ძალიან ბევრი რეჟისორი ამბობს
რომ პირველი დუბლი ვარ ყოველთვის უფრო ცოცხალიო და უფრო მე დინამიური. მგონი ის არის კლინტ ისტვუდი არის ეგ ტიპი, ეგრევე პირველივე შოუ. ძალიან შეიძლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რეჟისორის გამსვენია ეგრე რომ აი პირველი დუბლი ყოველთვის, იმიტომ რომ და მე უკვე შემოდისო ცოდნა, ტექნიკა, უკვე ცოტა ხელოვნური ხდებაო ესო. და ცოტა მშრალი ხდებაო და უკვე არა, აი პირველთან შედარებით რომელიც უფრო ბუნებრივია, თუ რა თქმა უნდა ბუნებრივობას ეძებ რა, რაღაც შეიძლება ხელოვნურობას ეძებდე და რაღაცას, მაგრამ ანუ პირველი ის ყოველთვის არის, აი რთულია რომ მსახიობს გიწევს რეალურად იმ ადამიანის თავში რაღაცნაირად შეღწევა და აი მიხვედრა იმისი რას ლაპარაკობს. ეხლა ის რომ ვახსენეთ მაგალითად ნათლი მამას სცენარით ალ პაჩინო მერე მოეწონა დამტკიცდა და ასა ხო. ხა ეგ სცენა წარმოიდგინეთ მილიონერად შეიძლება ხო გადაიღოს. ძალიან ბევრი. სამი ადამიანია კი ბატონო, არც ფიგურანტები არიან ფონად ერთი ის არის, მე მგონი მფლობელი ოფიციანტი ვინც დადის ეგ არის. დარჩენი არავინ არ არის დაკეტილას. მთელი იდეაც ეგაა შეხვედრის რომ დაკეტილ კაფეში საუბრობ. ერთი ეს პოლიციელი კაცია და მეორე ეს მაფიოზი და ეს ხო ანუ პრინციპში რომ შეხედო რთული სცენა არ არის დასადგმელად ხო სამი ადამიანი აქედან ორი ესენი სამივე მაგიდასთან ზიან მაგრამ მაინც მილიონი ვარიანტი არსებობს ამის კამერას ადაყენებ კი ბატონო ქვემოდან ზემოდან გვერდიდან ის რა მომენტში გადის ტუალეტში რა მომენტში როგორ რანაირად ანუ უკვე მიზანს გადადიხარ ხო ყველა ანუ უკვე მილიონი ვარიანტია შესაძლებლობა როგორ შეიძლება ეს გადაიღო და მსახიობს უწევს ამისი აი გამოცნობა რაღაცნაირად. თავში გადახარშოს იმას რა აქ ნაფიქრი და მოდი მე ხა ესე გავაკეთო. ან მეორე ვარიანტია უკვე არის შემთხვევები, როცა თქვა მსახიობი აღარ ფიქრობს იმაზე, თქვა რეჟისორს რა უნდა, უბრალოდ აი იდეა მოუვა, რომ მოდი ესე გავაკეთებ და ყველა ეთანხმება, რომ ხო, აი ეს კარგი. და მე მაგის მიხედვით აწყებენ დანარჩენ სცენას. აძლევენ საშუალებას მსახიობს, რომ ხო, აი შენ უკვე ეს პერსონაჟი აშკარად გათავისებული გაქვს ფაქტიურად ეს უკვე შენი პერსონაჟია და ამ ადამიანს უკვე აღარაფერი აღარ შეეშლება წყალებში რა უკვე იცის ასე ვთქვათ ეს სწორედ დაიჭირა და რაღაცეთ აი მე მგონი მაგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მაგალითი არის ალ პაჩინოს თამაში მაიკლ კორლეონეს როლის იმიტომ რომ უყურებ აი ყველა აბსოლუტურად ყველანაირი მომზადების ადამიანი ამდენად სავლე იყო კინოში ჩართული ჩოლური მაყურებლენ დაწყებული ვთქვათ გამნათებლი დამთავრებული ყველა გეტყვის რომ ხო აშკარად ეს ადამიანი კარგად ამ როლში კარგად შევიდა და საერთოდ პოპულარულობაზე ისეთი შთაბეჭდილება ექნება ხალხის უმეტესობას რომ ნუ ეს ადამიანია რა რეალურად უკვე აღარ არის მაიკლი გახდა ხო მაიკლი გახდა რეალურად ეს აი ეგეთი რაღაცები არის ხოლმე მსახიობებს აქვთ ეგეთის როცა უკვე რაღაცას ზუსტად ჩაავლებენ ასე თქვა თვითონ მოიფიქრებენ და რეჟისორის მიცემს საშუალებას რომ ხო აი შენ სწორ გზაზეც გახარ და მიდი მიყევი მაგას და ყველაფერს ვერ ეტყვი ხო შანსი არ არის როგორ უნდა გადაცე რაც შენ თავში გაქვს რომ ეს ტიპი შეიძლება უთხრა რომ აი დაუწერე ტექსტი იქ ტექსტიდან გამომდინარე მიხვდა ვინ არის რანაირი ხასიათი აქვს რანაირი ჩვევები აქვს მაგას ხო ვერ დაუწერ აი ხო ანუ კაი შეიძლება სიგარეტის მოწევის მანერა დაწერო ხო სცენარში მაგრამ რაღაცები აი ბოდიში რო გაწევ ეგეთი საშიშია ეგეთი დეტალების ჩაწერა სცენარში რატო იცი რომ არ იცი ის მსახიობი როგორ ინტერპრეტაციას გაუკეთებს ამას იმიტომ რომ ჩვენ ეგეთი დეტალური სცენა მე შენ და ნუ შეგვიძლია ავიკითხოთ ერთი და იგივე მაგრამ სამივე სხვადასხვანაირად გავაკეთებთ ამას მე ან დავინახავთ ანუ ეგ რისკიც არის რა ამიტომ რაღაცნაირი ოქროს შუალედია ხო და ეგ მსახიობმა თავისით უნდა დაუმატოს ეგ დეტალები ხო რომ აი რაღაცა ეს ციკი აქვს ამას ხო ვერ ჩაუწერ აი ეს ციკი აქვს რა ხო ან რაღაცა ხო თუ მნიშვნელოვანი მომენტია ეს ციკის ქონა რომ აი რაღაც ჰიჩკოკს ხონდა ხომ ეგეთ რაღაცა დეტალებზე ძალიან გამახვილებული რომ მე ბოლოს ეს კვანტს გახსნიდა რაღაცას შვება ხო თუ ეგეთი არ იგულისხმება რაღაცა პატარა დეტალს ჩვევას მანერას იმპროვიზაციის ამატებს მსახიობი ხო აი მე მგონი ჩვენ ის აქ მე მგონი შენ იკითხე რომ კუბრიკის მუშაობის მეთოდზე რომ ვთქვათ მასშტაბური სტუდია თუ ისა და რამდენი ბევრი ხალხი თუ ცოტა თუ რაღაც ეხა ერთ-ერთი რაც ვიცით რომ ვთქვათ დიდი შედარებით დიდი რაოდენობის ხალხთან ქონდა შეხება ბუნებრივად არის 2001 წლის ოდისეაზე იქ NASA-ს მეცნიერები და ნუ მან ხო ხდებით ეხა რატოც იმიტომ რომ ისეთი კაცთან ერთად ვერ გადაიღებდა მაგას სხვათა შორის რამე გითხრათ sci-fi კინემატოგრაფია ერთი პატარა თქვენ იმას რო უყურე ერთი რაღაცა გაბახსენდა სოლარისი ახსენა
ვინ უნდა სოლარისზე გამახსენდა ერთი რაღაცა. არის ესეთი ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმი რუსების გადაღებული, იმაზე დაამდგმელ ოპერატორს ვეძახით საქართველოში, ამერიკაში cinematographer ქვია. ოპერატორი კიდე სხვა არის, ამერიკაში არის ოპერატორი, ჩვენთან ოპერატორს ეძახიან, დაამდგმელ ოპერატორს ან ოპერატორს, მაგრამ კამერის ოპერატორი ამერიკაში მაგალითად არის ადამიანი, ვინც ამ კამერას ფიზიკურად ემსახურება, ვინც აი მაგალითად ფოკუს ფულერიც კი ცალკე არის. ეგ არც ვიცი. უფრო ტექნიკურ ნაწილს უზრუნველყოფს, ხო? ხო, ტექნიკური ის არის ოპერატორი, who operates, ანუ ვინც მუშაობს კამერასთან, მაგრამ დაამდგმელი ოპერატორი შეიძლება კამერას სულ არ ეხებოდეს, ნუ ეხება რა თქმა უნდა, ეხება და სტორარო მაგალითად ვიტორიო სტორარო იქ ნუ ძალიან ბევრ ამას აკეთებს. ბოდიშ ეს ვიკითხავ ძალიან კონკრეტულად დაამდგმელი ოპერატორი მაგალითად განსაზღვრავს 24 მმ-იანი ობიექტივით გადაიღო თუ 50. რა თქმა უნდა, ყველა ტექნიკურ დეტალს. განათება, კი. საერთოდ რასაც ვხედავთ, ეს არის დაამდგმელი ოპერატორი. ანუ თავარი ოპერატორი ეყოფა. თავარი ხო და მაგრამ ჩვენთან ეს სპეციფიკა არის რატო დავაზუსტე რომ ჩვენთან ვეძახით ოპერატორს იმასაც ვინც კამერას ეპყრობა იმას ვინც კადრს აყენებს ასე თქვა ჭალებში ყველას ქვია ოპერატორი შეიძლება ეს ისტორია იქ არა არასწორი უბრალოდ იქ სპეციფიკა ისეთი თუ საშუალება გაქვს რა თქმა უნდა ბიუჯეტი თუ გაქვს იქ არის ბიუჯეტური ვარიანტი არის ოპერატორი რომელიც ყველაფერს ერთად ითავსებს ხო და არის როცა დიდი წარმოება გაქვს იქ არის ხო, საშუალება არის, იქ არის ფოკუს ფულერ, რა ქვია, ფოკუსვით ატრიალებს, ასე ვთქვათ, ვიც ასწორებს ფოკუსს. სხვათა შორის მაგისტვის კარგია. ერთი რაღაცა ესაა, ეხა კიდე გადავუხვიე, მაგრამ მოდი ჯერ ტარკოვსკის და სოლარისის და მაგაზე რაღაცა გამახსენდა. ამაზე მე გადავხტები. სოლარისი სხვათა შორის გადაიღო, როგორც ამბობენ ტარკოვსკიმ, საპასუხოდ 2001-ის კუბრიკის 2001-ის ოდისეის. ოღონდ სულ ფიქრობდი ხარ რატო საპასუხოდ ხარ რატო გაჩნდა მეთქი ეს დიალოგი ამ ორ ფილმს შორის საკმაოდ განსხვავებულ რეჟისორს შორის და დოკუმენტურს უყურებდი რუსების გადაღებულს ერთის დავიწყეს გიორგი რერბერგზე ეგეთი ის იყო დაამდგმელი ოპერატორი რომელიც მუშაობდა ტარკოვსკის ბევრი ვიღაცასთან მაგრამ აი ტარკოვსკისთან აქ ერთ-ერთი ყველაზე ისეთი როგორც ავტორი და როგორც რაღაცა შემოქმედებითი ხედვის მქონე ადამიანი, მეგონი ერთ-ერთი ყველაზე რეალიზებული მასთან, მაგრამ ის იყო რთული პიროვნება, იყო ეთყობა საკონტაქტოდ. იჭუბეს რაღაცა და სტალკერზე დაშორდნენ ერთმანეთს, ანუ შუა გადაღების პერიოდში ეს ოპერატორი ტარკოვსკიმ გააგდო. რა საინტერესოა. ნუ როგორც იყო, მე ეს ადამიანი სვავდა და რო სვავდა მე რაღაცებს იმაშლებოდა, ხო რა, ანუ ურევდა რა მხრივ ვიცი ხა, რასაც ესენი ყვებიან ხა ეს დოკუმენტური არის, ესე ქვია. Обратная сторона сталкера, ანუ სტალკერის მეორე მხარეო, ასე ვთქვათ. და მან dark side of the ხო, ეგეთ მაშია რაღაც ასპექტში, რომ აი dark side of the stalker ხო და სტალკერის გადაღებდა მოიშორეს და მე ეძებდა სხვა ოპერატორს რა, რომ ჩაენაცვლებინა. და არავინ არ მიდიოდა სხვა შორის, არავინ არ მიდის რა, ამის იმაზე, იმიტომ რომ იციან ეს ძალიან სპეციფიური ხედვის მქონე ადამიანია, ეს რერბერგი და ხა ამისი დაწყებული პროექტის გაგრძელება ჯერ ისედაც რთულია. და რთულია ვიღაცის დაწყებული. ოპერატორის ხა ხო დაწყებული და ხა იმას შეუერთდე ძნელია რა, იმიტომ რომ ორი იმითი ფიქრობ, აბა ის რას იზავდა და პლუს შენი და წვალება. ხო და მან ყვება ერთ-ერთი ოპერატორი ვისთანაც ნამუშევარი ქონდა ვადიმ იუსოვი მე მგონი ქონდა ვადიმ იუსოვთან ივანო ჯეცტო და შეიძლება რუბლოვიც გადაღებული და ამ კაცთან მივიდა რომ აი ესო რერბერგიო წავიდაო და იქნება ესო და ნუ იმან არაო რაღაც ცოტა ხნით ჩაერთო ეგ კაცი ყვებოდა რომ ჩვენო მე და ტარკოვსკი ამერიკის საელჩო მოდაგპატიჟაო 2001 წლის ჩვენებაზეო ოდისეის კუბრიკის ოდისეის 2001 წლის ოდისეის ჩვენებაზე და მე და ესო ტარკოვსკიო და მივედითო რა და უყურეთო ნუ ეგ ახალი გამოსული იქნებოდა რა მაქსიმუმ 2 წელი აი ალბათ 70 წელი იქნება 71 მაქსიმუმ 72 იმიტომ რომ როგორ მოკლედ ამათ ნანახი არა ამათ ნახეს ეს და ლოგიკურად მე გამოვიდოდა რაღაცაო მინდაო ესეთიო გავაკეთო რა მეცო I am science fiction ფანტასტიკის ჟანრშიო რა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ოღონდ ტარკოვსკი ყოველთვის ცდილობდა მე რასაც თვითონ ამბობდა რომ ჟანრის ფარგლებიდან გასულიყო და აბსოლუტურად სხვა რამე გაეკეთებინა უბრალოდ გამოეყენებინა ეს რაღაცა ასე ვთქვათ გარსი ამ ჟანრის და რაღაც სხვა გაეკითხა რამდენად გამოვიდა და როგორ იქ სხვა არის მაგრამ ეს იყო პასუხიო სოლარისიო აი ამ
კუბრიკის ფილმზე რა რომ ხო და რამდენად გამოუვიდა ეგ პასუხი ან რა პასუხი იყო ეგ პასუხი ხა თუ ჩავთვლით იმას როგორ მიიღავს მაგაზია კუბრიკს მოწონდა ის ფილმი სოლარის თვითონ კუბრიკს მოეწონა მოწონდა ერთ-ერთ რამოდენიმე რაღაცა სიები რაღაცა რომ ნახო მაგალითად ერთ-ერთი ფილმი არის თავის ჩამონათვალში შეიყვანა სოლარის ხო ის არ ვიცი იცოდა თუ არა რომ ეს ფილმი ტარკოვსკი მის საპასუხოდ გადაიღო ეცოდინებოდა შეპასუხება რა მხრივ ვიცი რომ ისინი როგორც ამბობენ თვითონ რუსები როგორც არ ვითარებენ ამაზრს რომ ეს იყო აი რა არისო ხო კუბრიკის სვავს კითხვას რომ რა არის რა ეს მონოლითი იქრო ჩამოდის ხო რა ჩამოდის შავი ტიპი რო არის შავი მონოლითი რა რაც არის რო რა ასაკეთებს რა ანუ ის მონოლითი რო აი თქვა მაიმუნებზე ესეთი ეფექტი ქონდა იქ ხელოვნურ ინტელექტზე ასე თქვა ესეთი ეფექტი ქონდა თქვა იქ რაღაცა ესეთი ისინია რა და ნუ რა არის ხო იდეაში ნუ ძალიან მისტიურია რა ეგ მონოლითიც თლიანად ფილმიც რა მისტიკა მონოლითი რო ჩდება რაღაცა twist-ი ხდება რა უფრო ნეგატიურ კონტექსტში რაღაცა twist-ი ხდება ფილმში ანუ ეგ რო ჩდება ცუდი რაღაცა ელემენტი რაღაცა მისტიური ელემენტი ცვლილება მოყვება რაღაცა მისტიური ხო ხო რა აი ფაქტია იქაც ეს მონოლითი თუ გახსოვს მაიმუნები არიან როგორც კი ეს გაჩნდება რაღაცა მერე ის იწყება თქვა ცვლილებები მკვლელობა მოხდება რაღაცა რადიკალური რაღაცა რაღაცა ნეგატიურ პროცესებს ზრავს. ხო და აი ეგეც ინტერპრეტაციის მომენტია, კარგი მაგ ფილმის ეგ არის, რომ ეს რაღაცა აღძრავს ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის იმპულსს და რაღაც საშუალებას გაძლევს, რომ ხო, აი ხა გვინდom ნეგატიურად აღიქვა. ხო, ყველა სხვადასხვანაირად. ხო, აი ეს იმიტომ რომ ფილმი რაღაც ეგრე გიტოვებს ამას, რომ რა არის მართლა ეს კაც. ვერ ვიგებთ, იმიტომ რომ ფილმში ვერ ვიგებთ ეს რა არის. მიხედავთ იმისა, რომ ცდილობენ რომ გაანალიზო. აი ამ ბოლო დროს აღარ მიყვარს ეგეთი კინოები. ადრე მიყვარდა ეს მის ეხა ძალიან ნერვებს. ხო, არა, გაჩნია ნერვებს მოშლილი ვამთავრ. პლუს ამას აუსტოვებენ ესე ხო 2001 ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ უნდა დავუკარგოთ რომ რევოლუციური იყო კიდე ტექნოლოგიური ხალხი ის სხვა რაღაცები ეფექტები აიღე ანტურაჟი აიღე, განათლები აიღე, თვითონ ის სცენები, ეს ტიპი რო ვარჯიშობს და როგორი ინოვაციური ხომალდი სადაც დარბის გამოიყენა, კი ხომალდსაც დარბის. არა, საოცრებად. ანუ აი მსგავსი უპრეცედენტო იყო რა, ანუ რევოლუციური. დღემდე იმაში შედის ხო რა ქვია? ხო, ანუ იცი როგორ მომიტა. დღესაც ახლა ყველაფერსო თავი დავა. სახელმძღვანელოში ხო ინსეფშენი მაგალითად ნოლანმა ტექნიკურად აი ეს ნაწილი სასტუმრო სცენები, სადაც გრავიტაცია უკვე აღარ არის. ესე რო ტრიალებს. კუკი პირდაპირ ოთახი ტრიალა ოთახი გადაიღო. ეკოლოგიურად გადაიღო, მაგრამ იდეა იქიდან აიღო. ესეთი ძალიან მაგარი ანიმეს იყო. ანიმედან, კი. ავტორი სატოში კონი და აი სატოში კონს აქვს პაპრიკა. ვა. მამა თუ ვიღაცა რომ ისდევს. ზუსტად თითქმის ერთი-ერთი არის აღებული, ისიც რაღაცა ფოიეში ხდება. ფოიე, სასტუმროს ფოიეში აი ეს იწელება, იქაც რაღაცა რეალობა. ანუ იდეა ეგ აიღო და დამიქს ტექნიკურად აი ამასთან ხო, შესრულება უკვე ამის იყო, ხო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, კვიტოს არხი, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გავაგრძელოთ პირდაპირ სერიალებზე. გაინტერესებს. რამდენად უყურებს სერიალებს, რამდენად იცნობს სერიალებს, მოგწონს საერთოდ თუ არ მოგწონს? სერიალებს უყურებ, ოღონდ აი რაღაც მინიმალურად. არ ხარ ბოლომდე ესე რაღაც. ხო, ვერ ვიტყვი რომ მაგაში სერი და სერიამდე რო ელოდებიან ეგეთ კატეგორიაში. არ პრინციპში არც მიყვარს ეგ მდგომარეობა. ძალიან საშინელება მეც. ეხა დავამოღამე ველოდები რომ შეივსება მე უყურებ ხოლმე და რაღაცებს. ხო, ეგრე ჯობია რომ იმიტომ რომ ცოტა მე ის არის. ერთ-ერთი სერიალზე რაც შემიძლია თქვა ის არის რომ არის რაღაცები რაც მიყვარს. ძალიან მომწონს, მაგრამ არ ვეძებ ხოლმე რაღაც ახალ სერიალს, არ ვეძებ, მაინც და მაინც რომ გიპოვის სერიალი. ხო, ვიღაცები მირჩევ მეგობრები, მირჩევენ ხოლმე რომ აი აბა ეს ნახე და ეგრე ბევრი მაქვს დაწყებული და მე ვეღარ ვამთავრებ ხოლმე. ხა მაგალითად დროის უკოლობის გამო თუ არა, ინტერესი დავკარგვია რა ხშირად რა, მაგალითად აი Severance იყო არის ეგეთი სერიალი, არ ვიცი ხა რა მოხდება კიდე, მაგრამ ნუ აი პირველი სეზონი რაღაცნაირად უყურე, იმიტომ რომ რაღაც მომენტამდე რაღაც მისტიური იყო რა ხდება როგორ არის რაღაცა სანამ ასე ვთქვათ მისტიური ხდება სანამ რაღაც უცნობი რაღაცები სანამ არის უყურებ მეორე სეზონი უკვე ისეთი გახდა რაღაცნაირი ანუ შენთვის უკვე დაკარგა ხო ჩვენთვის ძალიან რა რაღაცნაირი თავიდან რაც იყო აი რაღაცა ერთ ესე დაიწყო რაღაცა
მე სადღაც სხვაგან გადაუხვიეს და ჩემი აღქმით საინტერესო. ცოტა გაექცათ ეს სიუჟეტი. აი ღვინოს ძალიან მოწონს ეგ სერიალი. არა, ძალიან როგორ კი, მაგრამ პირველი სეზონი მეორეს ჯობდა ვაღიარებ. ხო, რა უფრო კონცენტრირებული იყო თითქოს, ეგეც თავის რა მქონდა, მაგრამ რაღაცაზე იყო კონცენტრირებული, აი რაღაცა თავის სიუჟეტური ხაზი რაც ქონდა. მე ლოგიკურად ელოდებოდი რომ ეს სადღაც ეს წავა, იმიტომ რომ იქ ფინალია პირველი სეზონის ბოლოს სპეციფიური. მე ეს სადღაც უკვე აქედან წავა და მეორე მარ მოგცა პასუხი. მეორე სეზონი როგორც არა შეიძლება დაიწყო მეორე სეზონი. შეიძლება მაინც კი პრესტიჟის ქვეშ დაქტოვოს, ეგ არ არის პრობლემა კი ბატონო, მაგრამ აი სადღაც წავიდა, რაც მე მომეჩვენა რომ ცოტა დაბნეულობის შედეგი იყო. თქვათ. თვითონ ეგეც შეიძლება დაგიტოვა რომ თვითონაც არ იცოდნენ საით მიყავთ სერიალი. ხო რა რაღაცა გადავიდნენ უფრო აბსტრაქტულობის რაღაცა. აი Lost დაიმართა ხო იცი ეგრე თვითონ არ იცოდნენ იმათმა გადამღებმა ჯგუფმა და თვითონ ეხა რა უქნათ აი ადგილზე ფიქრობდნენ და იმიტომაც იყო ბოლომდე ქაოსი. მე არ მიყვარს ეგეთი სერიალები ძალიან ნერვებს. სხვათა შორის ეგ ცუდი რითია იცი რომ სერიალის ფორმატი ერთის მხრივ კარგია რა. შენ გაქვს დრო. აი კინოში მაგალითად რასაც სწავლობ, აი მონტაჟით, იმითი, ამითი, სულ რაღაცნაირად გაქვს ეს ის რომ უნდა ჩავეტიო საათნახევარში, ან 3 საათში, ან რაღაცა ხო სიტყვაზე საათნახევრის ფორმატს თუ გადაცდი უკვე მაშინ სხვა ჟანრი ხარ. პრობლემურია რაღაცა და ეს სხვათა სწავლის პროცესში სულ რაღაცნაირად გესმის რომ ხო რა ესე ჩამოყალიბდა ხა ავა თუ კარგად ეს მეორე მომენტია საათნახევარი რატოა მაგალითად რატო უნდა იყოს? საერთოდ არ უნდა იყოს, მე თუ ვკითხავ, რამდენი სჭირდება ფილმს, იმდენი უნდა იყოს. 3 საათიან ფილმზე ყოფილ ვარ. ძალიან დიდი სიამოვნება მიმიღია და საერთოდ ვერც მიგზვნია იქ 3 საათი და 1 საათიანზე ყოფილ ვარ და 20 წუთში გამოვსულა. ხო, ანუ გააჩნია რა, არაფერს წაწყვეტს რამდენი საათი. ქრონომეტრაჟი ამ შემთხვევაში წუთები ვერ იმასავს ხო და მაგრამ სერიალს ეგ შეზღუდვა არ აქვს არანაირი. იგი გეუბნებიან რომ პირიქით შენ დრო გააქვს. ანუ შენ თუ ყავს 10 პერსონაჟი, შენ შეგიძლია იმ 10 პერსონაჟს 10-ვე განავითარო. ისე განავითარო, ხო, რომ აი წახვიდე სადღაც ძალიან საინტერესო სერიალი გადაიღო იმ ერთ-ერთ პერსონაჟზე და ხო, ძალიან საინტერესოდ შეიძლება ეს ყველაფერი გააკეთო. მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე ისე რომ მე რასაც უყურებ და როგორი შთაბეჭდილებას რაც წამიკითხავ ზოგადად ამ სერიალების წარმოებაზე რომ აი არსებობს 1 სეზონის მასალა, 2 სეზონის მასალა, მაგრამ მე უკვე არის თითიდან გამოწვეული. ხო, მე აფეთქდა უცებ ეს ერთი არავინ რო არ ელოდებოდა და არავინ რო არ იცოდა ეს აფეთქდა უცებ ეს სერიალი და ხალხი გაგიჟდა და ეს რა მაგარი რაღაცაა და ეს და მე უკვე ავტორებს ეძახია და აბა მოდი ახლა მე მინდა სტუდია ამ შემთხვევაში ერევა რომ აბა მოდი შენ რამდენი იყო წინაზე ეპიზოდი, რამდენი გქონდა წინა სეზონში 9 არა, ეხლა მოდი იყოს 20. რატო 20 და რატო 10 არა და 20 და უკვე დიდი წნეხის შეიძლება უკვე წნეხიც მოდის, ფულიც მოდის და მე დროში ხარ შეზღუდული რომ ეხლა ეს კიო 20 გააკეთებ, მაგრამ 20 ეპიზოდია. ხა ფიქრობ 20 ეპიზოდში რა გააკეთო. აი ხა ერთი სერიალი რაც ძალიან მიყვარს იმათ დაემართათ, ეგრე დეივიდ ლინჩის წავიგეთ დეივიდ ლინჩის სერიალი. Twin Peaks-ი? Twin Peaks. ბავშვობაში უყურე სხვა შორის იმათ ტელევიზიით გადიოდა. აი უდენობის დროს და ბნელ 90-იანებში ისე დროს იყო ხოლმე რომ აი რატოღაც მაგ დროს იყო დენი და ყურება შეგეძლო და რუსებს თქვათ არ მახსოვს რომელ არხზე მეგონი მაგათ პირველ არხზე იყო ხოლმე და ნუ ერთი რუსებს რაც ქონდათ კარგი გახმოვანებული დუბლირება ქონდათ კარგი და ხმები კარგად მოძებნილი და მსახიობები კარგად მსახიობები ეს ეგის კარგი იყო რა დრამატურგია თვითონ იქ ერთადერთი მეც რაც მომწონს მაგათი არის გახმოვანება აი მაგაში კარგად იყვნენ ნამდვილად მომიჩის და რო უყურებდი ამ სერიალს აი ძალიან შემიყვარდა რა მხრივ ხა იქ სიუჟეტი ძალიან პირობითი არის პირველ სერიაში არის ნუ მე არ მაქვს ნანახი როგორია იცი რომ შენ გააკნანა ხი Twin Peaks-ი? არც მე არ მაქვს შენ წარმოიდგინე რაღაცა მე დევიდ ლინჩზე აი რაღაცა ისე არაპოპულარული რაღაცა უნდა ვთქვა, მაგრამ ვერ ვკაიფობ რა. არა, არაპოპულარული მეგონი პოპულარულია რასაც შენ კი. რა საინტერესო. მე მგონია რომ ყველა დევიდ ლინჩზე აფრენს და მე ვერ ვაფრენ. არა, როგორ იცი რა თქმა უნდა არის ძალიან ბევრი ხალხი ვისაც მე მიყვარს დევიდ ლინჩი. მიყვარს? მიყვარს ბავშვობიდან. ბავშვობიდან კიდევ კაი რამოდენიმე ფილმი ესე ტელევიზიით ნახე და აი ნუ მიყვარს როგორ ხა, იმიტომ კი არა რომ ვიჩემე. აი მიყვარს იმიტომ რომ რაღაცა სამყაროს ისე ასახავს. კი, აქვს თავისებური ხედვა. მე ჩემთან ახლოს აი სურეალიზმთან არის ახლოს და აი მე მაგას ვერ ვამბობ, აი სურეალიზმი
მიყვარდა ძალიან მე როცა აკადემიაში როცა ვსწავლდი რაღაცა რაღაცნაირად ცოტა ამოვხსენი ხა რატომაც ვერ ვეჯაყო ხო ხე ეს არის კლასიკური გაგებით სიურეალიზმი ძალიან თავისებურია ხო და შენი ძახდი რომ მოკლედ Twin Peaks-აც რაღაც ეგრე დაემართა პირველი სეზონი იყო 9 სერია თუ სწორედ მახსოვს არის გადაღებული უმეტესობა არის ლინჩის გადაღებული და იდეაში სიუჟეტი ტრიალებს კვლელობის გარშემო მოქმედება ხდება პატარა ქალაქში რომელიც მე ძალიან შემიყვარდა და ჩემს ქალაქს ქვია ხო Twin Peaks ხო ორი ის არის პიკი არის ისა კენწერო და მწვერვალი დიახ ორი მწვერვალი ესე ქვია ორი ის არის მთა რომელიც ესე ერთმანეთის და მაგიტომ ქვია ტყუპი მწვერვალი აი რომ იწება ესეთ ის არის აქ არის ქალაქის ამერიკაში რო გთხოვე რომ შედიხარ ბილბორდივით არის იმისი ქალაქის სახელი აი რაღაცა დეტალი პატარა კადრები მახსენდება წერია რაღაცა იქ ტიპიური რაღაცა თქვა ამ ქალაქში რაც არის ტიპური ნაძვები რაღაცა თქვა ნაძვები არის ფონად რაღაცა და აი ამ ნიშნის ფონად არის ეს ორი რომელიც ძირითადად სულ ნისლშია ნუ მოკლედ ესე ხო ესეთ დეტალია რა ძალიან შესული ადამიანის დეტალია რა რომ მილიონჯერ რო გაქვს ნანახი შენიშნავ რომ ისინი ძირითადად ნისლშია ხო და როგორ რაღაცა რატომ უფრო ანუ არის სერიალი რომ მეც ძალიან მიყვარს და ჩემს გარშემო ვიცარი ყველა ნორმალურ ადამიანს ბევრი სერიალი ანუ შენი პირველი სერიალი რომელიც მოგეწონა არის Twin Peaks ხო რომელიც ძალიან რატომ მომეწონა იცი რომ რასთან დავაკავშირა პატარა ვიყავი მაშინ მივხვდი რომ ეს სიუჟეტი რაღაცად ვიგრძენი რომ სიუჟეტი არ იყო მთავარი იმიტომ რომ ეძებენ კოლეელს მაგრამ კოლეელს არ პოულობენ მესამე სერიაში მეხუთეში მეექვსეში და ხა მეექვსე სერიაში თუ კოლეელს არ პოულობ და რაღაცა ეჭვიც არ გაქვს რომ აი ის შეიძლება იყოს ან რაღაცა ხვდები რომ ეს ცოტა აბსტრაქტულად არის აქ ალბათ უფრო სხვანაირად არის ეს საერთოდ კოლეელის პოვნის იდეა ზოგადად კოლეელ საერთოდ ცოტა სხვანაირი მომენტია რა იქ თან მაგ პერიოდში ხო ეგეთი რაღაცა შაბლონური სერიალები გამოდიოდა ზუსტად აი ერთ სერიაში დაიწყება იმავე სერიაში დაასრულებენ ერთნაირად ის არის მკვლელი ეს არის კარგი კაცი ეს არის ცუდი კაცი ხო ინგლისელები ეძახიან ასეთი ჟანრის ფილმებს who done it ვინ ჩაიდინა ხო ვინ არის დამნაშავე როგორ იგი საბჭოთა ფილმიც იყო ვინ გვარცხვენს თუ რაღაცა ხო და აი ეს აი რაღაც აღნიშნე რა ვქრი ვიცი რომ Twin Peaks-ი არის ეგეთი სერიალების ანტიპოდი ბევრი აღიქვას მაგ სერიალს პაროდიადაც და უფრო მეტად უფრო რაღაცა ოპონირების იმათ რომ აი ეს ესეთი ეგეთი სერიალი არ იქნება აქ თქვენ და ლინჩის იდეა მეინსტრიმში შეიტანა რაღაცა ახალი ხალხი ხო განსხვავებული როგორც მე სოპრანომ შემოაგდო ეგეთი რაღაც ხო თავისებურად ხო მაგრამ სოპრანო აბსოლუტურად სხვა რაღაციდან რაღაცა რეალიზმიდან გამოიღო რაღაცა და ამან პირიქით საპირისპირო ხე შენ კაი ეგ რო ახსენეთ რომ ის საპირისპირო ის საერთოდ სხვა სურიალიზმი ის რეალობიდან ამოიღეს ამან პირიქით არარეალობიდან ამოიღო ის აი ამ ორმა სერიალმა იმენა შეცვალეს რა მე სერიალების მიმართულება და ხარისხი ხო ძალიან მაგარი მე ხან ბოლო დროს სერიალები უფრო მომწონს რა მე მივხვდი რომ აი იმიტომ რომ ხარისხი გადავიდა კი აი პირველად უყურე სერიალები დრო გაქვს ქრონომეტრაჟი გაქვს ფული მეტია ზუსტად იცი რომ აი საათ ნახევარში არ მიაფუჩეჩები როგორც იციან ხო ბოლოსკენ რომ პახ და სო ყველაფერი რომ მაგრამ სერიალს აქვს ბოდიში რო გაწყვეტა ერთი ცუდი რაღაცა რომ ფინალი არის ხოლმე ბოლო არის რაღაცა ან გაწელილი ან არის ხოლმე რაღაც ისეთი რომ აი ხო, ნუ ჯობდა არც გვენახა. კი, ბევრია სერიალი გაუმბანძებიათ, კი. ხშირად არის ხოლმე რომ აი ან ფინალი ან ფინალური რამოდენიმე სცენა ან სერია ან რაღაცა ცოტა ისეთია რა. თითქოს აი როგორც კი ვატყობ რომ აი რაღაცა აი იქ თვითონ ჩაერი აი როგორც თვითონ ადმინისტრაციულ საკითხებში ვერ გაერკვინენ ეგ რო ეთყობა სერიალს კომიტეტის ჩარევა აი ძალიან მიტყდება ხო ეგრევე ვაგდებ ხო. აი რაზე მოვიყვანე ხე Twin Peaks-ის მაგალითად Twin Peaks-ის პირველი სეზონი იყო 9 სერია, 9 ეპიზოდი. ხო. და იდეაში იდეალური ვარიანტი მე როგორც ვთქვი ლინჩის იყო რომ მკვლელი არ ირკვევა. ხო. არ ვიცით ვინ არის. ბოლომდე ესე არ ვიცით რა, ანუ ეს კი იქ მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ, რაც შეიძლება ეს აგენტი კუპერი ეს ადგილობრივი შერი. სპოილერი ხო არ გამოგვდის. არა. მე 500 წლის წინანდელი სერიალი. არა, არ არის ეგეთი სერიალი, რომ აი ხო ვერ დაასპოილერებ ადამიანს. შეიძლება რაღაცები თქვა, რაც ჯობია არ თქვა, მაგრამ ნუ მაგის გარშემო არ ტრიალებს. ხო, გასაგებია. ლოგიკის გარშემო ნაკლებად ტრიალებს, ალბათ ეგ არის მაგ სერიალის ერთ-ერთი. და ეს 9 ეპიზოდი ძალიან პოპულარული აღმოჩნდა. იმდენად პოპულარული, რომ იაპონიაშიც გაუშვეს. დიდი ის ქონდა რაღაცა საკულტო
მიმდევრობა ჩამოყალიბდა Twin Peaks-ის და ყავის რეკლამებიც კი გადაიღეს იაპონურ ბრენდის Twin Peaks-ში. ამ სახეობებით ძალიან იაპონელებს ეგესაც ახასიათებთ, როგორც ვატყობ, მაგათ კულტურაში არის თანამედროვე, რომ აი რაღაცის მიმართ ძალიან ფანატიკურად გამოავლინონ დადებითი ემოციები და ძალიან აიტაცონ რა, ხო ხდები აი ელვისი დაწყო როკ-ენ-როლი, ხო გაფეტიშება და რაღაცა და კარგია რა, მე მგონია რომ მე მაინც დადებითი მათ აღვიქვა რომ რაღაც პოზიტივის ის არის რა, ვიდრე რაღაცა ცოტა მძიმე რა, შემთხვევას გააჩნია, მაგრამ საბოლოო ჯამში კარგად რეაგირებენ რა, ასე ვთქვათ, ცოტა ნამეტანი ალბათ რაღაც კუთხით, მაგრამ ხო ესეთი დიდი ეფექტი ხა იაპონია იმიტომ თქვი რომ შორია რა გეოგრაფიულად ეფექტის მხრივ დიდი ეფექტი ქონდა, რა თქმა უნდა ეს ეგზეკუტივებს არ გამოეპარებოდათ. რა თქმა უნდა, და ჩაერია ჯიბით გასქელებაზე დაიწყო. კომიტეტი ჩაერია, იმისი რა ქვია საწარმო კომიტეტი, ასე ვთქვათ, ამისი და თქვეს რომ შემდეგი სეზონი უნდა გადავიღოთო და აუცილებლად უნდა იყოსო 20 ეპიზოდი, თუ 21. რატო 20 რა? და ისევ დეივიდ ლინჩი და ისევ ხო, დეივიდ ლინჩი რა თქმა უნდა, მე თავი დამანებით კარგად იყავითო, იქ ისეთი რაღაც, იმიტომ რომ 29 ეპიზოდი ქონდა პირველ სეზონში, მე უცებ ორჯერ მეტი მეორეში ცოტა რთულია რომ შეავსო. და რაღაცეები დაიწყეს, იქ სხვა რეჟისორები მოიყვანეს, წერლები ისა და სიუჟეტი ცოტა კი მე დაიცა თუ ისევ კარგია. იცი რა, კარგია. მე იმდენად მიყვარს გარემო ეგ. აი როგორც ქალაქი აღვიქვა, როგორც ქალაქს რა და იმ ჩემთვის სამყარო მოგწონს. ხო, ეგ სამყარო რა, აი ქალაქი იმდენად მომწონს და გარემო, რომ ჩემთვის მიზეზია რომ იქ ვიტრიალდო და ეხლა მიზეზი რა იქნება არა აქვს დიდი მნიშვნელობა პირადად ჩემთვის რა, იქ ეხლა ფონად რა ხდება უკვე ხო, გავიგე რა მოხდა და მე უკვე აღარ აქვს. მაგრამ ეპიზოდურად ეხლა რომ აიღო რაღაც ისეთი ელემენტები შემოდის სიუჟეტში აი ეგეთი ტიპიური სერიალის რა რაღაცა ესეთი პერსონაჟი შემოდის რაღაცა ვისა ცოტა კლიშეები ხო კლიშეები ბევრი ჩდება რაც მანამდე იმაში არ იყო და აი ერთ-ერთი მაგალითი არის ეგ რა ეგ სერიალი რომ თავიდან 9 ეპიზოდი იყო და ნუ რაღაცა ხალხს ამოეწონა მე სხვა შორის მეორე სეზონში ავლენენ ნუ ვინ არის და მე რეიტინგი დავარდა სხვათა შორის და გაუკვირდათ ეხა კომიტეტში როგორ ხა რეიტინგი რატო დავარდა რეიტინგი მაღალი იყო სანამ ხალხი უყურებდა რომ ცდილობდნენ გაეგოთ ვინ არის და მე რომ გაირკვა ეხა თქვა ჭალებში ვინ არის მე უკვე აი რეიტინგებზე გამახსენდა ეხა შენ მუშაობდი აი მუვიში ხო კი ადგენდი სიას art house-ის მიმდინარეობა ხო ეგეთი ხო ეგ განხრა ასე ვთქვათ ხო ეხა ყველას გვაქვს ნოსტალგია აი მუვის მიმართ ძალიან მე მაგალითად ძალიან მენატრება და ერთ-ერთი ჩემი საყანო პირველი რასაც ხსნიდი ლეპტოპთან რო ჯდებოდი ერთ-ერთი იყო აი მუვის საიტი ისე მიყვარდა რომ იქ სიების შედგენაც სხვების სიების თვალიერება რა დაიდო ახალი რა გამოვიდა ახალი რაღაცას ოსკარების სიებს ვამან მაგრამ მიყვარდა ძალიან რა მოკლედ აი რა მე საინტერესოს ხო ვერ მოგვიყვები მაგალითად იქია შენი მიმდენ რაც შენ სიებს ადგენდი ამ art house-ის რამე რეკომენდაციას ხო არ გაუწევდი მაგ შენი სიებიდან სიები ძალიან დიდი იყო და ბევრი მაგრამ ანუ შენ რაზეც მუშაობდი კონკრეტულად მათიდან რო გვირჩიო რეკომენდაცია რო გამოვშვა ბევრი იყო მაგრამ მე აღმოჩენა რაც გავაკეთე აღმოჩენა ერთ-ერთი პირველი რამაც ძალიან დიდი იმპულსი მომცა და ძალიან აი ფაქტურად ის მომცა რაც მე მჭირდებოდა ის მოხდი რაც მჭირდებოდა რასაც ვეძებდი თეატრალურზე ისე ვთქვათ რაც კინოზე მინდოდა მცოდნო და საბოლოო ჯამში რაც არ უნდა იყოს აი ხელოვნებას კი ესეთი ძალიან ისეთი მიმზიდველი პროფესიებია ხელოვნებაში ერთი სხვა მეორე მხრივ რთული არის რომ დაიჯერო როცა რაღაც სხვა დისციპლინაში გადადიხარ რომ შენი ადგილი იქ არის და რაღაც შენი აზრები იქ ანუ თვით დარწმუნებულობა გაქვს ძალიან დაბალი როცა თქვა მხატვარი ხარ და გადადიხარ თქვა გინდა გადაბარგდე კინოში ნუ ლინჩი მხატვარი იყო სხვათა შორის და გადაბარგდა კინოში და საკმაოდ წარმატებულადაც რა მაგრამ ყველა ეგრე არ არის რა მაინც გაქვს ის რომ შიში და რაც საერთოდ შიში ამ საქმეს ახასიათებს რაღაც გარკვეული რომ აი მე შემიძლია რაღაცა შიში რისი რომ დამაფასებენ სათავე არა აი უბრალოდ რისიცი ეგ ცოტა ისეთი რაღაცა რეალურად რო თქვა თუ რამეს აკეთებ თქვათ გინდა ხატავ გინდა წერა რაღაცა რეალურად თუ ამ პროცესში ხარ ჩართული სერიოზულად მაყურებელი და მკითხველი და რაღაცა იმდენად არ გახსენდება
აი ცოტა ეგოისტური მომენტია ეს მარტო შენ გამოხატულებაზე ხო რაღაცა შენ თავში იქექები რა რაღაცნაირად და ისეთია მაგრამ რატო ამ ვიცი რომ რატო იყო აი მუვის ხე რატო ცოტა შორს მომივიდა გადასვლა ერიკ რომერის ფილმები მინდა ვურჩიო ხალხს რატო იმიტომ რომ მე მახსოვს ფრანგულს სწავლობდი და გამოცდისთვის ვერ ფრანგი რეჟისორია არის ახალი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენელი ხო და მაგ ახალ ტალღაზეც გეტყვით რა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იყო იმიტომ რომ არის ორი კატეგორია რეჟისორები სადაც არ უნდა იყვნენ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ახალ ტალღა და ვისთვისაც არ არის მნიშვნელოვანი აი ორი კატეგორია არის უხეშად რო თქვა ერიკ რომერზე გავაგზავნოთ რომლის სახელსაც საკმაოდ უცნაურ ადგილას უცნაური არა ტიპიური ადგილი იყო რაღაც გაგით მაგრამ ჩემთვის უცნაური იყო იმ მხრივ რომ ფრანგულის გამოცდისთვის ვემზადებოდი ენის გამოცდისთვის და იქ მოსამზადებელ კურსებზე იყო ერთ-ერთი ესეთი სტატია რითი სწავლობ გადიხარ იქ რაღაც თქვა ესეების წერას რაღაც ეჩვევია მასალაზე მუშაობ რაღაცა და ერთ-ერთი ეგეთი თემა იყო ფრანგული ახალი ტალღა და ფრანგული ახალი ტალღის რეჟისორები იყო ჩამოთვლილი რომელიც იყო ფრანსუა ტრუფო, ჟან-ლუკ გოდარი, კლოდ ჩაბროლი და ერიკ რომერი და ჟაკ რივეტი. დანარჩენებიც იყვნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ესენი მომხდა თვალში, იმიტომ რომ აი ამ ადამიანებიდან ესენი საბოლოო ჯამში მაინც ერთად მუშაობდნენ. კრიტიკოსები იყვნენ, ეგეთ ფრანგულ ცნობილ ჟურნალში ეხლაც გამოდის კინოს ეცხრება, კაიე დუ სინემა არის ალბათ თარგმანში კინოს რვეულები, ну ჩანაწერები კინოზე ასე ვთქვათ, ხო. ხო და რო შევხედე ამგვარებს ახლა ტრუფოს ფილმები ვიცოდი, გოდარის ფილმებიც ვიცოდი, რივეტის ფილმი ვიცოდი და ერთ-ერთი საყოველთაო მაშინაც კი რივეტის ფილმი იყო, ესეთი ის არის მხატვარზე არის, ქვია ქართულად არ ვიცი რა ქვია. ფრანგულად ან ინგლისურად და ჩვენ დავადებთ ინგლისურად. ან თუ გინდა გაიხსენე და ჩვენ ამოვანათებთ. La belle noiseuse ესე ქვია, მაგრამ ქართულად არ ვიცი noiseuse როგორი თარგმნა სამწუხაროდ, იმიტომ რომ არასოდეს არ დამჭირებია თარგმნა. La belle noiseuse. ჟაკ-რივეტის ფილმი 1991 წლის. ამოვანათებთ. კი, ამოვანათებთ. შენ რა ფილმები იპოვით და რაც გაჟღერდა ყველაფერს აუდიტორიის წინაშე გამოვიტანთ ესე. ერთ-ერთი რითი გამოირჩევა ფილმი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ფილმია, სადაც ხატვის პროცესი არის ძალიან კარგად გადაღებული. თვითონ ხატვის პროცესი. ხო, ხატვარი, როცა ხატვის, ეგ ძირითადად ფილმებში ცოტა სუსტი წერტილებია ხოლმე, ან ვიღაცა რომ უკრავს მაგალითად და ფოტოხიობი არ უკრავს. ხო, მაგალითად ძალიან თვალში ხდება ფეხბურთს რო თამაშობ, ისე ნერვები მეშლება ხოლმე, აი, ვერ უყურებ ფეხბურთი კიდევ უფრო ფიზიკური ისაა, ხო და წარმოიდგინე აი ხატვაშიც არის ესეთი რაღაცა, რომ ეთყობათ ხოლმე, რომ აი ფოტოხიობი ძირითადად არ ხატავს რა, რაღაცა და ვერ ვიგებ ამაზიანებს ბოდიში რო ჭამენ. ხო, ჭამა. არა, ჭამას შემიძლია რატო? სულ პროსტო ჩანგალს არ ტყავენ რა. ვიცი, ხვდები რომ მე ასე დუბლია და ხო და ვერ გულიერევად, მაგრამ მაინც რა ჭამრა ფიზიკურად. აი ესე უბრალოდ ჩანგალს რო ურტყავ უხვიეთ. მოკლედ ერიკ რომერის სახელი რა, ვიღაცა დავფიქრე ერიკ რომერი გამიგია და რაღაცა, მაგრამ ფილმი ვერ გავიხსენე. ვა, მეთქი რა ვქნა და ვავდექი და რომ მივედი სახში, iMovie-ზე შევედი, მაშინ ამუშავდი iMovie-ზე შევედი. და ის იყო, ну ერიკ რომერი მოუძებნე რაღაცა და ну იქ ბევრი ფილმები იყო და ხა მოდი რაღაცა შევეცადე ამერჩია ისეთი რა, ცოტა ჩვენ დროსთან ახლოს, იმიტომ რომ მაშინ ისე ვიყავით და როგორც ყველა ისეთი ნორმალური ადამიანი თანამედროვეობას უფრო გემოვნება ხოლმე. აბა ხო აი ახლები რა არის და მოდი ვთქვათ შავ-თეთრი ფილმები მერე რა და ჯერ ფერადი და ცოტა ისეთი და 90-იანი წლების ფილმი არის ერთ-ერთი, რაც ვნახე, პირველი რაც ვნახე და მას ქვია შემოდგომის ზღაპარი. ესეც ზღაპრების სერია. ერიკ რომერის შემოდგომის ზღაპარი, ხო. 98 წელს არის გადაღებული და ნუ ძალიან მარტივი სიუჟეტია, რაც ხარ მინდა მოვყვე რომ ხო, არ დაგვასპოილერო. ძალიან ისეთი აი მეგობრებზე არის, მეგობარ ქალებზე და ნუ ერთი მეორეს ეხმარება რაღაც თავისი, ესე ვთქვათ, ცხოვრების რაღაც ნაწილის მოწყობაში რა. ხო და ამ ფილმს რო უყურე შოკი მქონდა. ხო, შოკი იმისგან კი არა რომ ეს რა ვნახე და იმიტომ რომ ჯერ ხო ვერ ვა მეთქი ეს
ხო, ნუ მეთქი, აი ხო ეს არის რა, ანუ ძალიან ახლოს ვიგრძენი ამ ყველაფერთან თავი, ამ პერსონაჟებთან ძალიან ისეთი ის არის, მარტივად არის გადაღებული, აი ძალიან ისეთი როგორ გითხრა, სუბუქი არის, მაგრამ ისეთ თემებს ეხება, რომელიც იდეაში სუბუქი არ არის. და ისე არის გაკეთებული, აი ბჭყალებში მარტივად ერთი შეხედვით არა და ეხა სიმარტივი არ არის ისეთის, მაგრამ აი გავგიჟდი იმაზე რომ არა აი არ გჭირდება თურმე იმისათვის რომ კარგი ფილმი გადაიღო რაღაცა საოცარი რაღაცა effortlessly good რო განსაკუთრებით გადახშენი არ გჭირდება ჰოლივუდის რაც 300 მილიონი არ გჭირდება კამერა აიღო და ქუჩაში გახვიდე და უშვა და რაღაც სცენები გასეირნება და დიალოგი გადაიღო ქუჩაში ხო თავარია ამბავი რა თქვა თუ ამბავს ყვები თქვა ამბავი რა ხდება თქვა სახიობები რაღაც გარემო რაღაცა რაც ანუ მინიმალური რაღაცებით შეიძლება გააკეთო ფილმი რომელიც არის მართლაც საინტერესო და ადამიანური და ისეთი რაღაცა რაც ადამიანის ბუნებაზეც რაღაცას გაგებინებს შეიძლება რაღაცას გიდასტურებს რაც იცოდი და ეს რომ ნახე რომ აი ესეთი რაღაცა არ არის მინიმალისტური ხა არანაირად მაგრამ ხშირად არის ხოლმე მაგალითად ერთ-ერთი ფილმი ჯინ ჰეკმანის საწყალი რო გარდაიცვალა ეხა ერთ-ერთი მაგის ყველაზე ცნობილი ფილმი არის Night Moves მე მგონი არტურ ენის ფილმი არის ეგ Night Moves-ში ეს დეტექტივის როლს თამაშობს და თანაშემწეყავს რაღაც ოფისში და ის ქალი უნდა კინოში მივდივარო ხო არ წამოხვალო რაღაც ვიცი ფილმი გადისო და მეგონი ერიკ რომერს ეუბნებოდა აუ ხო ერთხელ ჩემმა ყოფილმა ცოლმა წამეყვანაო ერიკ რომერის ფილმზეო და არ მომეწონაო და რატო არ მოგეწონაო ნუ აი ისეთი საბჭოა დავჩაო რომ უყურებდიო საღებავი როგორ შრებოდაო რა ხო ხდები აი ეს ვიცოდი ეს ფრაზა გამახსენდა რა ეს ერიკ რომერი რო წავიკითხე ეს ფრაზა გამახსენდა ხო და მეთქი დარება მოუყვანა ხო და მეთქი ნუ რა არის საღებავი შრება რა ხო მე მხატვარი ვარ და მიყურებია საღებავი როგორ შრება რა მინახია უბრალოდ არ მიყურები ესე გამიზნოთ, მაგრამ მინახია რა, თქვა ნახაც შეატრიალებ და მე მეორე დღეს მოდიხარ, გამშრალია რა. ხო. ხო და პროცესისთვის არ დაგვიყვება. ხო, არა, ეგ ძნელია, ხო და ის არის რა ქვია. რო ნახე, ნუ არა რა თქმა უნდა, ეხა გადამეტება და აღმოაჩინე რომ არაფერს აღება იმან უბრალოდ გაშრობასთან არაფერს. ხო, ნუ იმან ესე აღიქვა პერსონაჟია ესეთი და ნუ ესე აღიქვა მაგას მივხვდი, მაგრამ ნუ ჩემთვის იყო მე დანარჩენი ფილმები ვნახე და ნუ აი რაღაცა ძალიან აი რატომ ვიცი რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა ვისაც თქვა ფილმის გადაღება უნდა რომ ყველას აქვს თავისთავად რომ რაღაცა ბევრი გჭირდება რაღაცა დიდი გინდა იმისთვის რომ ბიუჯეტი გინდა რაღაცა კი მინიმალური რაღაცები გინდა რა თქმა უნდა რომ ანუ ერიკ რომერის ნაშრომებს თუ უყურებთ შეიძლება ისეთი ინსპირაცია და мотиваციაც და იმპულსები გააღვიძოს რომ ადგე და ტელეფონით გადაიღო თუნდაც ხო დაფიქრდე გაიხედე ნახავრო ამას 50 წლის ნუ ტელეფონით არიღებდნენ 50 წლის მაგრამ მინიმალური ეხა შეგიძლია ყოველგვარი უბრალოდ სახიობი გინდა შეიძლება პროფესიონალური სახიობიც კი არ იყოს დარატინო ამბობს ხო მაგრამ შეიძლება იყოს წითელთმიანი შენი მეგობარი უბრალოდ იმიტომ რომ პერსონაჟი გინდა წითელი თმები გამოუცდელი ადამიანთან ერთადაც შეგიძლია ითანამშრომლო ჩართო კამერა გადაიღოთ ჯეიმს კემერონი ამბობს მაგას ჩართე კამერა გადაიღე რაც არ უნდა იყოს ვინც არ უნდა თამაშობდეს სადაც არ უნდა იყოს ეს უკვე კინოა ხო აი გარი რა კარგი დასასრული იყო